სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მრავალთა დღესასწაულთა შემდგომ გილოცავთ კიდევ რამდენიმე დღესასწაულს დღესინდელ სამასდესა სახელდობრ წინა დაცვეთას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი რა დღესასწაულით ქრისტეს წმინდა ეკლესიამ დააწესა ნიშნად იმისა რომ ქრისტე მაცხოვარი მოვიდა არა ზმანებით როგორც პირველთა საუკუნეთა წვალებლები ასწავლიდნენ გნოსტიკოსები და მათგან გამოსული დოკეტები არამედ ჭეშმარიტად აი ამის დასამოწმებლად რომ ხორცნი შეეცნა ჭეშმარიტად აღესრულა მაშინ ქრისტე მაცხოვრაზე ახალჩობილ ღვთაებრივ ხმაზე წინა დაცვეთა მოსეს ჯულისაებ მეორეს ხრივ ეს აღასრულა უფალმა იმად თავისი სივრცით რათა დავერწმუნებინეთ რომ მოვიდა იგი არა დახსნად შულის არამედ აღსრულებად მიიღურა კაცობრივი გონება შულიც აღასრულა მაგრამ დასასრული ჟულისა იყო თავად ქრისტე იესო ხსნელი სოფლისა მესია მერმე ხსენება არის და ჩვენთვის განსაკუთრებული დიდი დღესასწაულია ჩვენს ეკლესიაში წმინდანთა შორის მამისა ჩვენისა ბასილი დიდისა კესარია კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა რომელიც ალბათ უწყით უკვე რომ წარმოშობით იყო კაბადოკიელი ქართველი ასევე აქედან გამომდინარე მისი ხორციელი ძმა გრიგოლ ნოსელი რომელიც უდიდესი ღვთისმეტყველი არის იყო კაბადოკიელი ქართველი და მისი სულიერი ძმა ბასილი დიდისა გრიგოლ ღვთისმეტყველი დიდ მოწამე მამაი და 40 ესე იგი სებასტიელი მოწამე სინამდვილეში არის კაბადოკიელი წარმომავლობა და ასე შემდეგ ამას ქართული სიკადულისთვის კი არ ჩამოთვლი და შეგახსენებ არამედ იმად რომ დაკნინებული ვართ რა როგორც ეროვნული ცნობიერების თვალსაზრისით ესეთ სარწმუნოებით გამხნევდეთ და მივხედოთ არა თანამედროვე ამაო ავტორიტეტებს რომ სულაც არ არიან სინამდვილეში არანაირი არც ზნეობრივი და არც სარწმუნოებრივი და არც ადამიანური ავტორიტეტები არამედ მივხედოთ ჩვენს დიდებულ წინაპრებს და მათში გულისხმობა არაუშუალოდ ვინ საქართველოში იბრძოდა არამედ ვინ საქართველოს საზღვრებს გარეთ კაბადოკია არის უპირველესი სამშობლო ქართველთა ტომებისა ეს არის მსოფლიო მამა და მასწავლებელი მხოლოდ ერთს ვიტყოდი რამდენად წმინდა და დიდი მამაა რომ აი ახლა დღეს როცა აღესრულა აქ და ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საღვთო ლიტურგია და მათ შორის რა თქმა უნდა ესე იგი სამივე ნაწილი წირვისა უკლებლივ ევქარისტიის კანონში თქვენ იცით როდესაც წამსის გალობა იწყება სული წმინდა მართლმადიდებლური სწავლებით იწყებს გარდამოსვლას და რამდენად დიდი მამა იყო რომ ხორციელი თვალით ხედავდა სული წმინდას და ესე იგი ძმებს ანიშნებდა ხოლმე თანამსახურებს რომ სული წმინდა მიწყო გარდამოსვლა მაგრამ ისინი ჩვენსავით ხომ ვერ ხედავდნენ არა აი ამიტომ მან ერთ-ერთ ოქრომჭედელს დაამზადებინა ტრედის მსგავსება ოქროსი და დაჰკიდა ადრე ტრაპეზის თავზე იყო გუმბათი და გუმბათზე დააკიდინა ტრედი როდესაც სული წმინდა იწყებდა გარდამოსვლას ეს წმინდა ბასილმა სთხოვა ღმერთს და სული წმინდას რომ ესე იგი რხევა დაეწყო ამ ტრედს როგორც კი ტრედი რხევას დაიწყებდა მაშასადამე სული წმინდა მიწყო გარდამოსვლა და ყველა ხდებოდა უკვე მრევლშიც და სამღვდელონის საკურთხეველში ну რა გითხრათ გარდა ამისა რომ ასეთი ღმერთშემოსილი მამა იყო და უამრავი რამ შემილია დასამოწმებლად მოვიყვანო უბრალოდ სხვა მაქვს უფრო ძირითადად სალაპარაკო მოგვიანებით მოგახსენებ ვიტყვი იმას რომ მან მოამზადა თავის ძმასთან გრიგოლ ნოსელთან და სულიერ ძმასთან გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად რომელთაც დააარსეს კაბადოკიის საღვთისმეტყველო სკოლა საფუძვლები მეორე მსოფლიო კრებისთვის ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი აღარას ვიტყვი იმაზე თუ როგორი მტკიცე მართლმადიდებელი იყო რომ იგი არ უშინდებოდა არც იმპერატორს არც არავის ამასოფლის ძლიერთან მას დაუშალეს მართლმადიდებლობა მოკლედ რომ გითხრათ რომ ხელი მოეწერა ნახევრად არიოზულ მრწამსე რასაც ბასილმა იქ ათანასე დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველა კატეგორიული უარი განაცხადეს და მეფემ გამოუგზავნა სამგზის პრეფექტი დააშინა ჯერ ცემით შემდეგ გადასახლებით და ბოლოს სიკვდილით მაგრამ ვერ გატეხა აი როგორი პასუხები ჰქონდა მას ამ მოდეს პრეფექტის მიმართ თორემ იმპერატორმა გამოგზავნა ცემით რომ დაემუქრენ გაჯოხვით ისეთი დაავადებული და გადაღლილი 59 წლის აღესრულა
კიბო ქონდა ღვიძლის, ძიმე ჯაფითა და სნეულებით. ისეთი გადაღლილი და დაავადებულია ჩემი სხეული, პირველ დარტყმებს თუ გავიგებ ჩემო კეთილო, მე დანარჩენ დარტყმებს ვეღარ გავიგებ. ანუ ვიტყვით რამდენიც გნებავთ მართლმადიდებლობისთვის. წავიდა მოახსენა მეფე აღშფოთდა და გამოგზავნა ამჯერად გადასახლებით დაემუქრა ექსორიობით. ჩემო კეთილო, სადაც არ უნდა გადამასახლო, ყველგან ჩემი სამშობლო იქნება. ეს არ არის ჩემი სამშობლო, თუმცა ეს იყო მისი ფიზიკური გაგებით სამშობლო და ყველგან ჩემი სამშობლო. რატომ? სადაც ქრისტეა, იქ არის ჩემი სამშობლო. იგივე რამ გამოთქვა გრიგოლ ღვთისმეტყველმა მისმა სულიერმა ძმამ და თანამოსაგრემ ესე იგი ღრმა მოხუცებულობაში. ესე იგი მშობლები დავკარგე, საყდრიდან საეპისკოპოსო გამაძევეს და ასე შემდეგ, სად მოვკვდები, სად ესე იგი გადარეცხავს, რომელი წვიმები გადარეცხავს ჩემს საფლავს და ბოლოს ამბობს ხელებს განართხავს ეცისკენ, შენ ახარ ჩემი სამშობლო, მიმართავს ქრისტეს. აი ეს არის ჩვენი სამშობლო, თქვენ რომ ვიცოდეთ. მე გარნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საქართველო არ გვიყვარდეს. ეს არის საქართველოს სიყვარული ერთ-ერთი საფეხური მიმავალი ზეცისკენ. ეხლა ბასილი გრიგოლი ამას რომ ნახეთ, როდესაც მის სამშობლოს კესარია კაბადოკიას იმპერატორმა სპილენძის გადასახადი მაღაროები იყო კაბადოკიაში სპილენძის. დაუმძიმა შეჰკადრა და იმპერატორს თხოვა რომ გადასახადები შემსუბუქებინა. არათუ ბასილი და გრიგოლი წვერვალი მოციქულები სიცოცხლეში ზეცად ატაცებული პავლე მოციქული რას გვიწევს ეპისტოლეში? უფალს მიმართავს. და მე შენი მოციქული პავლე ჯოჯოხეთში წარვდეთ, მან კარგად იცის რაც არის ჯოჯოხეთი, რა არის სამოთხე. ოღონ ჩემი ერიშვილები ისრაელიანები აცხობენ, როგორ უყვარდა ერიშვილები. ზოგიერთი ფსევდო სულიერი მოძღვრებიც არსებობენ და სხვა, ეხლა არ მინდა დავასახელო, ძალიან სახელგანთქმული მოძღვარია არქიმანდრიტი. ესე იგი ჩემს ერთ სულიერ შვილს უთხრა, რომ ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, რომ სამშვინველის დონეა, მაპატეთ საქონლის დონეაო სამშობლოს, იმიტომ რომ თვითონ არ არის ქართველი, უსამშობლოა, ებრაელია წარმოშობით. მისთვის ალბათ ასია, ჩვენთვის ასე არ არის. როგორც ილია მართალიანოს ნებისმიერ ადგილას მიწა რომ მუჩში ესე იგი ხელი მოუჭირო, სისხლი გამოვა, ოფლი და ცრემლი ჩვენი წინაპრის. ამადაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო. ჩვენი სამშობლო გეოგრაფია კი არის, რომელიც თავისთავად ძალიან ლამაზი მოგვცა ღმერთმა, როგორც ქართული ფოლკლორი ამბობს, მამა ღმერთმა კალთა თავისი აქ დაიბერტყა. იმად არის მშვენიერი და მდიდარი. უბრალოდ არავინ არ გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას ვიყვეთ თავისუფლები და ვიყოთ ბედნიერები. ხან ჩრდილოეთი იჩემებს, ახლა დასავლეთს გაეხსნა, მაგრამ პირდაპირ ამბობენ და აი მონები როგორც მართლა მონები სხვას მიცახიან და მონები არიან დასავლეთ თავიანთ ახალ დიდარ ბატონს უწვენენ საქართველოს ქვეშ პირდაპირ ვიტყვი არავის არ დავანებებ ჩვენ სამშობლოს არ დაგვინებებია არც არაბებისთვის არც მონღოლებისთვის არც თურქებისთვის არც რუსებისთვის და არც ამ უგვარტომო დასავლეთს არ დავანებებთ მათი სახელმწიფო არ არის 300 წლის ხშირად მithქვამს და ჩვენთან მარტო ეზოში დგან მუხა 300-400 წლის სხვას რო თავი დავანებო რაც ვეჩემებიან არიან კარგები მოსწრებულები წარმატებულები თქვენი იყოს თქვენთვის დამიტვია გალაქტიონთან ერთად და ყალბი გვირგვინები არ გვინდა ჩვენ სოფლიო პირველობა თავი გვანებეთ ჩრდილოეთმას დასავლეთმა ღმერთმა ყველაფერი მოგცა პირველ ყოვლისა ჭიშმარიტი სარწმუნოება რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. აგერ უცხოელებოდი ამასინა წავიკითხე შეერთებული შტატების მოქალაქეა ლაგოდეხში ცხოვრობს მიწაიყი და მოყავს მოსავალი. და ესე იგი ქართველებს მიმართ აი რა დონეზე ვარ დაცემულები სად გარბი ხართო რა თურქულ პამიდურებს და კიტრებს ჭამთო უგემრი ასეთი გემრიელი მე არ მენახავს არცად არაფერი. და სადაც თქვენ გეჩვენება დემოკრატია, იქ არის სრულ დემოკრატია და კლანჭები და კბილები ხომ აჩვენეს უკვე როგორი დემოკრატია. ჩვენ შუქურას დაგვისვეს, არა ვიცით რა შუქურა იყო ეს, გაუკუღმართებული არც ქართველი ნასვამხარი. უგახსნილი ესი ადამიანი და უბრალოდ შესაძლოა იმით რომ ფსიქიურად არ არის ნორმალური. ყველაფერს რომ თავი დავანებო. აი ასეთი ადამიანი დაგვიყენეს რომ მეტად გაეპარტახებინა ჩვენის ნეობა. პირველი რაც ამ არაკაცმა
გააკეთა როცა პრეზიდენტად ესე იგი დანიშნეს, რა იყო მიმართვაში პირველი სიტყვები ახალგაზრდებს მიმართა და უთხრა ბუჩქებში გაიცანით ერთმანეთი. და როგორ აიწყვიტეს ამ ახალგაზრდებმა ხომ გახსოვთ? ტოლერანტობა ნულოვანი ციხეში რეებს აკეთებდნენ და სხვა და სხვა. აი ეს უნდა თამათ. უბრალოდ ამის სანაცვლოდ ამ აგენტებს და გავლენისაგან დიდძალ ფულს უხდიან. ზოგი უბრალოდ ბრიყვი არის სახალხო სეირნობაში რომ მონაწილეობს არ მე რამდენი დღეა 45 ითვლიან თან მეტი დურობით 45 დღე უგუნურების და უსამშობლოობის მეც ვერაფერს ვერ დავარკვევ რას უსურვებდი სინანულს ამაზე მეტი და უკეთესი ქრისტიანმა რა უსურვოს სხვა ადამიანს იმიტომ რომ სინანულის ქადაგებით დაიწყო ივანე ნათლისმცემელმა სინანულის ქადაგებით იწყო ქადაგება ქრისტე მაცხოვარმა შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასუფეველი ცათაი აქედან გამომდინარე უძვირფასე სათმოება სინანულს უსურვებს და განცდა საკუთარი ცოდვების საკუთარ თავსაც მათაც და თითოეულ თქვენთაგანს მოკლედ არ მინდა სიტყვა გამიტაცოს უდიდესი მამა არის ეკლესიის თვალი და ესე იგი სოფლიოს მნათობი ბასილი დიდი და ბოლო აგონიაშიც კი კიდევ ერთი ადამიანი გაიყოლა ებრაელი რომელსაც შვილის კანონით ქრისტეს მკვლელები ქვიათ სასუფე გაიყოლა ეკლესიაში მიიყვანა ექი მიიღო მკურნალი ბასილის ღვიძლის კი მოქონდა დაშლილი ქონდა უკვე ღვიძლი რომ მოვიდა სიცილი დააყარა იმიტომ რომ ეს ქრისტიანი იყო წინამძღვარი ქრისტიანებს ეს იყო იუდეველი შენო დღეს საღამოთი უნდა გარდაიცვალო მედიცინის ყველა კანონებით ბასილი გაჭირვებით წამოიწია იდაყვებზე და კითხა სარეცელს იყო უკვე მიჯაჭვული და რომ ვიცოცხლო კიდევ რამდენიმე დღე შენირწმუნებო ქრისტეს სიცილი დააყარა შეუძლებელია ბასილი დიდმა როცა წავიდა ეს მკურნალი ექიმი ებრაელი ღმერთს ლოცვით მიმართა რომ არ წარეწმიდა ეს სული და მოერწია ჭეშმარიტებაზე მეორე დღეს თვითდაჯერებული მოდის ექიმი კითხულობს ბასილი სადასვენია და ეუბნებიან როგორ თუ ასვენია ტაძარშია წირავს აი ახლა ამ წუთში ის ქადაგებს მისი წირვა მისი თანამედროვენი ამბობენ გრიგოლ ღვთისმეტყველი მათ შორის ზეციდან ანგელოზების გარდამოსვლას გავდაო და ქადაგება ხო იყო უამაღლებულის არ დაიჯერა კი არ წავიდა გაიქცა იუდეველი ქრისტიანთა ტაძარში და როცა ნახა ქადაგებელი ძალზედ გავოსდა წირვა რომ მორჩა მიახლა ბასილის და თრთოლვით კითხა ასეთი რა მიიღე რა წამალიო რომ ცოცხალი ხარო ჩემს უფალს თხოვებო შენთვის ვეცოცხლებინე ცოტა ხანი ახლა კი ყველაზე დიდი წამალი მივიღე რაო გაუგვიდა ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი ესე იგი იუდეველზე ისე იმოქმედა ამ ყველაფერმა წავიდა თავისი ოჯახის წევრები მოიყვანა აღიარა ყოვლადწმინდა სამება და მოინათლა ქრისტიანულად როცა ყოველივე ეს აღასრულა უსისხლო მსხვერპლი შეწირა ღვთის სიტყვა იქადაგა იუდეველი გააქრისტიანა მერმე მივიდა თავის სენახში და ღმერთს დაწვარა სარეცელზე მომაგდავი უკანასკნელი სიტყვებით მიმართა გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისათვის უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო შეივედრე სული ჩემი და ჩააბარა უფალ სული მე ძალიან მოკლე შტრიხები გავავლებ ვინ არის ბასილი დიდი მაგრამ ეს 2-3 შტრიხით სავსებით საკმარისია წარმოქმნა შევივნათ მის ნატურაზე და როგორი ქრისტიანი იყო მოციქულებრივი კაცი შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას დღესვე ხსენება არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასაულთმოქმედი ხატისა შენ ხარ ვენახი ამ ხატში ჩაწნულია ჩემ მიერ ჩემი განსაკუთრებული სიყვარული პატივისცემა ღვთისმშობელ მარიამის მიმართ ის ტკივილები რაც გადამეტანია ჩემი მგლობის დასაწყისიდან აქამდე რა თქმა უნდა გაბედულად ვერ ვიტყვი მაგრამ მაგონდება რა პავლე მოციქულის სიტყვები დავზენდი მორიდებით ნუ შემომეხებით სუდად მეც ქრისტეს ჭრილობებს ვატარებ ქრისტეს სიყვარულისთვის მეც ერთგვარი დევნა შევიწროება დამცირება და ასე შემდეგ გადამეტანა მადლობა ღმერთს რაც ჩემში წრთვნიდა სარწმუნოებას
რა გმატებს სულიერ ძალებს კითხულობს ერთ-ერთი ღირსი მამა თავადვე პასუხობს გადალახული ცნებათა გადალახვა და განსაცდელება უნდა გამოაწრთოს ჩვენი ქრისტიანული სული. ვენახი ვაზი როგორც ასეთი ბიბლიური თვალსაზრისით ოთხმაგი მნიშვნელობის მატარებელია როგორც უწყით. პირველ ყოვლისა იგი არის სახე ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, რომელიც თავადაც ამბობს ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი მისი მოწაფეები. აი ჩვენს ქრისტესერი ვართ, მისი მოწაფეები ვართ. მერმე ის არის სახე ქრისტეს წმინდა ეკლესიისა ვენახი. მესამეც ეს არის სახე ახალი ისრაელის, ანუ ქრისტიანებისა, ქრისტიანების როგორც ესეთი ქრისტესერისა და ბოლოს იგი სახეა ყოვლა წმინდა ღვთისმშობელ მარიამისა. ჰიმნოგრაფიაში აურაცხელჯერ მოიხსენება ღვთისმშობელი როგორც ვენახი, რომელმა გამოიღო ტევანი იგი თავწარსხმული არის ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. ისე რომ ეს ხატი რომ შეიქმნა, მას საფუძვლად აქვს ბიბლიური სწავლება, სიმბოლური ალეგორიული მნიშვნელობა, ასევე ესე იგი წმინდა მამათა თხზულებები, მერჩემოსილ მამათა და ასევე ჰიმნოგრაფიული თხზულებები, რომელთაგან ერთს განსაკუთრებულად ვფიქრობ, კარგად იცნობთ, ეს არის ჩვენი დიდი დავით აღმაშენებლის ძე დემეტრე დამიანე, რომელიც უკანასკნელ მონოსნოთ აღიკვეცა და დაგვეწერა იამბიკონი შენ ხარ ვენახი ახლა დაყვავებული. ეს არის ასე ვთქვათ საფრთხისმეტყველო ჰიმნოგრაფიული ბიბლიური საფუძვლები ამ ხატის შექმნისა, მაგრამ ამ ხატის შექმნა ახლავს ასევე სუბიექტური მიზეზის, რომელიც მე გახლავართ. კერძოდ რა, ბოდის ვიხდი თუ ცოტა გამიღრმავდება და გამივრცელდება სიტყვა, მაგრამ საგანი მოითხოვს ამას. არა თავმოთნეობით, არა თვითკმაყოფილებით, არა ხიბლიანობით, არამედ როგორც პავლე მოციქული თქვა, ერთგვარ სიგიჟეში გეტყვით, რომ ჩემს მღვდლობას უმადლი ღვთისმშობელ მარიამს. ეს კი ამგვარად მოხდა. როდესაც სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, დავოჯახდი, ჩემი მეუღლე მე გავიცანი ლეჩხუმის ღვთისმშობლის ქვეშ სიძვრეული ჩვენებით, რომელიც აღმოჩნდა სვეტის ხოველში და სვეტის ხოველში ამ ხატის ქვეშ გავიცანი, რომელიც სწავლობდა მინსკში, საერთოდ არანაირად არ ვიცნობ, არ მოყვები ამას გამოწვლილი და დღეს ჩემი მეუღლეა 5 შვილი, 15 შვილი ყავს და მადლობ მერც ასეთი კარგი ადამიანი შემახვედრა. მე მას აღვიქვამ როგორც ღვთისმშობლის წყალობას ზედმეტი გადაჭარბების გარეშე. რაკი მამაჩემი იყო ღვიძლის კიბოთი მომაკვდავი, ძალიან გვიჭირდა ოჯახში. დედაჩემი თავზე ადგა და ბუნებრივი არანაირი შემოსავალი გარდა მამის პენსიის არ იყო. მე სემინარიაში ვსწავლობდი ამ დროს, უნივერსიტეტში გამოვედი და წავედი სემინარიაში ჩავაბარე. 7 რა ერქვა მანეთი, არა მგონი 7 მანეთი მქონდა სტიპენდია, რომელიც გზის ფულად არ გვეყოფოდა, რა თქმა უნდა. და იძულებული ვიყავი, რომ არა დაუსწრებელზე გადავსულიყავი სასულიერო სემინარიაში და პატრიარქს თხოვე რაიმე სამსახური მითხრა მოგვიანებით ნახეო და გავიდა ერთი კვირა, ორი კვირა არ მეძახდა, ისე მიმართე და თხოვე და ესე იგი მაშინ სიონს აპირკეთებდა და აი თუნდაც მუშად რომ მე მიყოთ მეთქი, რომ მოპირკეთებაში დავეხმარები მეთქი. ანუ დაფიქრდა და თქვა, რომ შენ გონი მაქვს ერთი სამსახურიო შენთვის სასანთლეში იქნები, ცეცხლს შაგაბარებ, ძალიან დიდ ფულთან გექნება საქმე, მაგრამ გაეღიმა მე მგონი შენ ფულის კაცი არ ხარ, წიგნის კაცი ხარო. და მომცა წიგნები, ბიბლია და სხვა წიგნები, სიონში დაჯდები და ყოველდღე და ასწავლე ღვთის სიტყვას. მე მოხდა ისე, რომ ესე იგი დლები რო წირავდნენ თუ საუბრობდნენ, ტოვებდა ხალხი და მოდიოდა ჩვენთან. ამ რა თქმა უნდა გამოიწია შური, ღვარძლი და იწყო ცილისამებები ჩვენი მისამართით. საბოლოოდ ესე იგი მდივანიც კი მოვიდა პატრიარქის და მითხრა, რომ გავჩუნებულიყავი. ესეთ ვირეშმაკულ კითხვებს მისვენ. მაგალითად, მწვალებლობასთან დაკავშირებით პატრიარქი წარსდება, რომელიღაც პატრიარქი მე ვთხარი, უკლებლებ და ჩამოუთვალე, რომელი პატრიარქები არიან ჯოჯოხეთში მწვალებლობის გამო. რომ ღმერთი თანამდებობას, მდგომარეობას და სხვას კი არ უყურებს სამრამეს, როგორც ღვთისმეტყველი გვასწავლის. კონდეს ღრმა შინაგანი რწმენა, ანუ მართლმადიდებლობა,
რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ არ კმარა თუნდაც ჭეშმარიტ ერთმანეთს, გულში დაიმართა, საჭირო აღსარებლობა. მეორე ეს არის აღსარებლობა და თავდადება ამ სარწმუნოებაში, თუნდაც სისხლთა დათხევამდე. მესამე ეს არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსობა, ანუ სიბრძნის მეტყველება, ესე იგი წმინდა და უბიცო ცხოვრება. აი რა აცხოვრებს ადამიანს. ეს ჩემი სიტყვები და სწავლება რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ ჭკუაში არ მოსდიო. აღარ გავაგრძელებ სიტყვას. ერთხელაც როცა წიგნები შემოაქვს საპატრიარქოში სიონიდან, ერთ-ერთი მღვდელონოზონი გამოდის პირველი იერარქის ნათესავი, გასაღებს ატრიალებს ხელს და დაცინვით მეუბნება. დღეს სინოდის კრება იყო, შენზეც ილაპარაკოს, გამიკვირდა, რატომ მეთქი? იმიტომ რომ ერთ-ერთი სტუდენტი ვიყავ, რომელიც რაღაცას ასწავლიდა. პირველი იერარქმა თქვა, ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ მუდმივად არასდროს არ ვაკურთხებ. არასდროს მანამდე არ მეფიქრია, რომ მოდელი ყოფილიყავ. სემინარიაში ამიტომ არ წავედი. რატომ მეკითხებოდნენ? ესე იგი, ეტიუდი რომ დავწერე, ორი ეპისკოპოსი უკასავით ატრიალებდა. ვერაფერი გავეკეთ, რა უნდა გასავლოთ. ასწავლი ყოფილხარო. მოდი გაკურთხებ, ხარ არ მინდა მეთქი. დიაკვნად გაკურთხებ, მუდმივად გაკურთხებ მალევე. არ მინდა მეთქი. აბა რატომ მოხვედივა? გაუგვირდა. გარემოს გამო, მაშინ რა დრო იყო გასულთა რა, ბრეჟნევის დრო, ათეიზმის და სხვა. გარემოს გამო მოვედი, რომ სარწმუნოები გარემოში ყოფილიყო. ხრები აიჩეჩის რა გაეწყობა და მაშინ ბოლო კურსზე დაგსულო, არ მინდა მეთქი, პირველ კურსზე დამშვეს პირველ კურსზე. მოკლედ, არასდროს არ ვაკურთხებ. როდესაც ამგვარად, ამ ფორმით თქვენს ასეთი რა ჩემს უგზოგან დაუსწრებლად ჩემი. სწორედ მაშინ გამეს და გადაულახავი სურვილი ხელდასმა მიმეღო სამღვდელო. მაგრამ როგორ უნდა მიმეღო? ბიძაშვილ მამიდაშვილობით არავინ არ მყავდა საპატრიარქოში. და აი ვიწყე მოცვა ღვთისმშობელ მარიამისა და განსაკუთრებით წმინდა გიორგის წმინდა ნინოს მიმართ. ამ წმინდანებისა. გამოვტოვე ბევრას მე, იმიტომ ავტობიოგრაფიულ რომანში ზვაუქშიც დაიწერა, ზოგი რამ დაიწერა, არა ყველაფერი წარმოდგენისთვის. რომ საბოლოოდ ჯერ სიზმრეულად თავად პატრიარქმა მაგურთხა სიონის ივერის ღვთისმშობლის ხატთან. და შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თალფერებში იყო, არ ვიცოდი რომელი ღვთისმშობელი იყო. ამა თუ იმ სახებით გამოისახება ღვთისმშობელი მარიამის სხვადასხვა ხატებზე მოგეხსენებათ, რომელიც ამა თუ იმ გამოცხადებას, ჩვენებას თუ სწავლებას უკავშირდება. აი ღვთისმშობლისგან როგორ მოხდა ჩვენი კურთხევა. სიონში შევდივარ და უჩვეულოდ არის განათებული. ამას გარდა მთელი სიონი კედლების კი მოპირკეთებულია სპილოზვლით. და რაღაც სიაგი გადადის ერთი კედლიდან მეორეზე, გუმბათიდან ქვევით და ასე შემდეგ და ესე იგი აელვარებულია მთელი ტაძარი და მკრთია მის შემხედვარე. მოულოდნელად თითქოს ორი ადამიანი მომიდგა, მაგრამ ზრუნ არ ჩანან ისინი, შესაძლოა ანგელოზი, მიმიყვანეს აღსავლის კარებთან. მინდა გავიგო, საიდან იღებს სათავეს ეს სიაგის კონების სხივების რომ იშლება. და თვალი გაჩერდა წმინდა ტრაპეზზე, კერძოდ სახარებაზე, რომელიც ძვირფასი მოოჭვილი თვლებით იყო მოოჭვილი. აი ამ ძვირფასი თვლებიდან ამოდიოდა ნათება, კონებად იშლებოდა და აელვარებდა მთელ ტაძარს. ხოლო, როდესაც ამბიონზე ამიყვანეთ, დავინახე, რომ ღვთისმშობელი მარიამი თალფერებში მოხმოდრეკილია, რომელიც სიონის კანდელიდან გადავიდა, აი კანდელზე ყოველთვის მარცხენით გამოისახება, მარჯვენით მაცხოვარი, გადავიდა, მაგრამ კანდელში სხვა იერი ჰქონდა და როცა დაიჩოქა, თალხი ფერებით შეიმოსა. დიდხანს ლოცულობდა, მე კარებში ვიყავი, გაჩერებული ვიცოდი, მახსოვდა სიზმრად, რომ ერისკაცის უკურთხეველი შესვლა აქედან სამეფო კარიდან არ შეიძლებოდა. შემდეგ ესე იგი წამოდგა ყოვლადწმინდა სახარება აიღო, რომელიც ელვარებდა ამ ნათებით, მომიახლოვდა და ეს ნათელი მომეფინა სახეზე, როცა მომიახლოვდა. ჯვარი გადამსახა და ეს სიტყვები მითხრა, რომელიც აღმეპეჭდა გონებაში, ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ჩემთვის უდიდესი ნუგეში ყოფილა. და ვფიქრობ იქნება სიცოცხლის დასასრულამდე. შვილო არჩი, ძალზე თბილი, დედობრივი ხმაკული. შვილო არჩი, ეს სახარება დღეიდან შენი იქნება, მალე ჩემთან მოხვალ. პატრიარქმა კურთხევის შემდეგ გამოტოვებ რაღაცებს, დამიძახა სევით და მკაცრად მითხრა. არ ფიქრობდით შენს კურთხევას, თქვენ მრავლობით რიცხვი მელაპარაკეთ, თქვენს კურთხევას. ვიღაცამ როცა ეს თქვა, გულში, არ გონებაში, გულში თქვა, ხმამაღლა დედაკაცის კმით, რადგან ღვთისმშობელმა მარიამმა ინება. და როცა მორჩა პატრიარქი საუბარს და დამლოცა, მაშინ უთხარი მორინდებით, რომ გულში ასეთი ხმა გავიგე მეთქი. არაფერი არ უთქვამს. ეხლა ნიში იმის, ანუ ნიშანი, რომ ეს არ იყო მტკნარი სიზმარი.
ჯერ ერთი ამ ყველაფერს მოყვა მალევე კურთხევა ჩემი ხელდასხმა და გამაგზავნეს დიდუბის ღვთისმშობლის მაშინ თითოეულა ეკლესია იყო და პირველი ეკლესია იყო რაიონიდან შემომავალთათვის, ამიტომ უდიდესი შემოსავალი იყო. გულახდილად გეტყვით. მართლობა, ჯვრისწერა, ესე იგი წესის აგება და ასე შემდეგ პარაკლისები, პანაშვიდები და ყველა ცდილობდა თურმე მე გავიგე ხლები რომ საქმე ჩაეწყოთ და იქ გადასულიყო. შემოსავლის გამო მე რო გადავედეთ მომაბეზრეს თავი ვისთან ჩააწყენ, ცეკადან დაარეკინე, ტეკადან და თავი რომ მოვედი უხე რომ ღვთისმშობელ მარიამთან ჩავაწყენ მეთქი საქმე და პირი ღია დარჩა, იმის შემდეგ კითხვები აღარ დაუსვამთ. სიმართლეს უთხარი და ვერც რა თქმა უნდა ვერ მიხვდნენ რა უთხარი და საფრთხად კი დარჩა. თავი დამანებეს ყოველ შემთხვევაში. ახლა რა არის საოცრება ამ ტაძარში შიგნით არასდროს არ მილოცი არ ყოფილვარ. გულახდილად გეტყვით ერთადერთხელ ვიყავი ჩემი მეგობარი გოგონა მე ვიყავი ქრისტეს უხადაგებდი და შევიხედე უნდა შესულიყავი დელი იყო მასწავლე. ამოვეფარე რომ არ დაენახა და წავიყვანე სხვა დროს მოვიდეთ მეთქი რომ არ დაბრკოლებულიყო. მე იქ არ ყოფილვარ. როდესაც ტაძარში მივედი გულად ნაკურთხი სანთლებს ვამთებს სამადობლო. მაცხოვრის ხართან მივედი, წმინდა გიორგი და სხვა და როცა კანკელთან მივედი ღვთისმშობელ მარიამთან გავოგდი. ეს იყო ის ღვთისმშობელი, რომელმაც სიბრეულ ჩვენებაში მაკურთხა. არც ვიცოდი ვის იყო. აღმოჩნდა რომ ვასნეცოვის დაწერილი იყო და რომელი ღვთისმშობელია? მემადლებული ზეცა. აქაც როცა გადმოვედი, აი დამხვდა ეს ხატი კანკელში. მემადლებული სიყვარულის გამო საკურთხეველში შევასვენე. ამასაც მოუყვები, რატომ არის იქ დასვენებული და რატომ არის სიტყვა რატომ აქვს. ესე იგი, რა დამემართებოდა ძნელი არ არის წარმოიდგინოთ. მე აღვიქვავდი როგორც აი დედას, რომელიც ზრუნავს, სრულიად დაუმსახურებლად ამ ადამიანს. სანთელი დავანთე, დავიჩოქი, არ დაგიმალავთ, ვიტირე ამ ღვთისმშობლის ხატის წინ და ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა, როდესაც გადავყავდი ამ ტაძრიდან გორში რაიონში, იყო ღვთისმშობლის ამ ხატთან განშორება. თითქოს დედას მოგწყვიტეს, აი ესეთი განცდა ჩამიდგა სულში და მრევლსაც იგივე ჰქონდა, როცა გადამიყვანეთ ზამთარში, თოვლჭარში და ქარში და უამიდობაში დადიოდნენ გორში ჩემთან, სადაც ვერ მივახციე ორთვე ნახევარი, რომ ტაძარი გაემართა ეპისკოპოსს. ეკურთხებინე, იმიტომ მე არ მაქვს ამის არც ძალაუფლება, არც მადლი და არც სურვილი თავნებობის და გვეწირა და მრევლი რომელიც ძალზე იზრდებოდა გორში მესიარებდა, იმიტომ რომ როგორც მინდა ამბები ამობენ, ორი რამ არის განსაკუთრებულად შემკვრელი მრევლისა, მოძღვართან და ზეციურ მოძღვართან, ეს არის ღვთის სიტყვის ქადაგება და წმინდა ევქარისტია, ზიარება. ქადაგება იყო, მაგრამ ზიარება არ იყო და ერთხელ ტაძრად მიყვანებისთვის დიდუბის ტაძრიდან თხოვებულებს და ზიარება ვითხოვე, წარმოვიდგინეთ. და ჩავიტანე გორში და ჩვენი ახლად შექმნილი მრევლი მე გთხოვე წეღან უხმოზე დააყენეთ, თქვენ თვითონაც უნდა გესმოდეთ ამდენი. ერთი სიტყვით 5 წელიწად დროთა განმავლობაში, რაც დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში ვიყავი, რომელიც სხვათა შორის ივერიის სახელისა სინამდვილეში და ეგზარქორცმა გადაარქვა ქართველი მრევლის ნების წინააღმდეგ, დაიწყო შანტაჟები, ფეხის დადება, ცილის წამება, პატრიარქთან დაბეზღება, სრულიად უსაბუთლოდ, გულახდილად გეუბნები, შური, ღვარძლი, ყველაფერი ატქვეფილი იყო. თან რა არის, სინდისის ქენჯნა ვიყავი მათთვის. ხელ მე ვერ მოგიყვები, ორივე გარდაცვლილია, ორივე წინამძღვარი და თავად განა ღმერთის წინაშე და პასუხს აძლევენ თავისი ცხოვრების, რასაც შადოდნენ იქ. მაგრამ გვერდზე იყო კახოვკაზე ბაპტისტების საკრებულო, მოდიოდნენ, იტაცებდნენ ეს მგლები მრევლს და საერთოდ არ აინტერესებდა. ოღონდ კი ფულის ნაკადი არ შეწყვეტილი იყო სხვა წესების აღსრულებისას და სხვა. აღარ მოყვები ამ ყველაფერს და ბოლოს აპოგეა იყო ზოვის დღესასწაული. ყველანაირად ცდილობენ გადაგიყვანონ თავიანთ ნებაზე, თუ ვერ შეძლეს, იმიტომ რომ სინდისი დაუწყნარდეთ. თუ ვერ შეძლებენ, უნდა გაგაწევონ. გამაძევეს კიდეც. იმიტომ ყველაფერი რაღაცა ღმერთმა შეიწყალოს მეტად მიცვალებულები არის. ყველაზე მეტი მოიხსენო ლოცვაში, რითი დავეხმარო. არ შეიძლება უფალი ამბობს ორი უფლის მონება, ქრისტესი და მამონასი. მამონას მეტადრე ღვთისმსახური არ უნდა ემსახურებოდეს. დამიჯერეთ საყვარელო, თუ ღმერთს მიენდობე, აი აქ ამ ტაძარში დასჯილებს მეც ერთი დასჯილთაგანი ვარ, აგზავნიდნენ.
და რატო აგზავნა საჭმელი არ იყო მრევლი არ ყავდა როგორ ეყოლებოდათ არ ქადაგებდნენ არ აინტერესებდათ და ჩვენთან დადგა დრო ღვთის მადლით ისე რომ ტაძარი კი არა ეზოაიმსო და აუცილებლად გაშა კიდევ ტაძრები აშენებულიყო არა თავმოწნეობით ამბობ არამედ ყველა ამ შემთხვევაში მოციქული პავლეს სიტყვები მაქვს თებელობაში ყველაზე მეტად მე გავისარჯი ამბობს მოციქული თუმცა არამედ სული ღვთისა რომელი იყო ჩემთან სული წმინდით მოხდა ეს ყოველივე ამის გარეშე ყველა წარმოვიდგენ არც ერთი ეს კი არა არც ერთი რაი ძალგიც ამ თუფალი ჩემს გარეშე მოკლედ რომ ვთქვათ საბოლოოდ თავისას მიაღწიეს ძობა არის წინამძღვარი წირავს ბზარაც საბატრექთან მოიტანეს მალე გათავდა უამრავი სხვა ხალხი იყო და ესე იგი ითხოვენ კურთხევას ერთი მღვდელი გავიდა მალე შემოვარდა გაავებული მეორე იმდენი ხმა იყო კიჟინა ხმაური არ წირვა ისმოდა და არ ბზის კურთხევის ლოცვა და ბოლოს როგორც ყველაზე უმცროსი მღვდელი მე გამაგზავნე ნუ გავედი იქ ესე იგი სათლით დღეს ვედროს რომ ვეძახი აიაზმის წყალი გავიტანე კურთხევანი უსუპი და გავედი რომ ვაკურთხო მაგრამ იმდენი ხალხი მიმაწვნენ და პანთეონის კედელთან მიმაჭრიტეს და იქ ხარაჩუები აპირკეთებდნენ პანთეონის კედელს ისე რა დავინახე რომ წყალში მიყვებენ ბზას ნაკურ წყალში კედელზე მაჭრიტავენ გონებაში უცებ გამკრა ადი ხარაჩოზე ავედი ხარაჩოზე გადავედი პანთეონის კედელზე და ვიფიქრე ძალიან კარგ ადგილას მოვხდი ზევით ვეღარ ამოდიოდნენ მე ადრე დედაკაცები მთელი დღე დილიდან საღამომდე ღვთის სიტყვას ხადაგებთ არა მარტო ბზობის რა პირუყულის ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას აი იქიდან გავიცანით მე და ზვიად გამსახურდნენ ერთმანეთი თურმე ისიც ყოფილა და იქიდან მე მალე მოვიდა ერთ კვირაში მაშინ დევნა იყო თქვენ გახსოვთ და ზვიად გამსახურდიასი შეურაცხყოფა ტელევიზიით და ასე შემდეგ და შევარდნაძის რეჟიმისგან და მთხოვა რომ წესის აგება მინდაო და დლებს ეშინიათ გამოვყნენო თქვენ შეგიძლიათ რომ რა თქმა უნდა მეთქე ჩვენი მოვა არ გეშინიაო მღვდელს რომელსაც დევნის ეშინია ის არ არის მღვდელი ის არის გელი ცხრის ქორქში გაეხარდა ზვიად წავედი ნათესავს წესი აუგე ორი ბავშვი იყო მოსანათლე მონათლეთ იქიდან დავმეგობრდით და ბოლოს პარლამენტში მოხვდით ორივე ღვთისნებით და დავიწყეთ მუშაობა იმაზე რაც არ დავსავდა გადატრიალების გამო კრემლისა და ვაშინგტონის დიდი გამოისობით თავგამოდებით რა თქმა უნდა სამხრივად ამე რუსეთმა კი არა რუსეთმა და დასავლეთმა ორივე მიიღეს მონაწილეობა ეროვნული ხელისუფლების დანხობაში თქვენ რომ იცოდეთ და რატომ დღეს ალბათ ხვდებით უკვე გეოპოლიტიკურად მომგებიანია პირდაპირ ამბობენ რომ ჩვენ გვინდა ეს გეოპოლიტიკური ადგილი არ გვაინტერესებს ჩვენ გვინდა ჩვენი ნების ამსრულებელი ხელისუფლება მარიონეტული არა ეროვნული არა სხვა რომელიმე ერთი სიტყვით დავიწყეთ მუშაობა კონსტიტუციური მონარქია რომ აღდგენილიყო მაგრამ მოვლენათა გამოისობით ეს არ მოხდა ეთქობა დროც არ იყო ამის ყველაფერს ავიზროთ არის დრო შეკრიბო კენჭები როგორც სოლომონზენი არის გადახარო კენჭები მაგის დროც მოვა მანამდე ხალხს გაუნათლებელს ეკლესიურად მონარქიის აღდგენა ბატონყმობის დაბრუნება გონია რაც რა თქმა უნდა დიდი უნეცრება ნუ თავი ვანებოთ ამასთან მოკლედ აი ეს მოხდა ყველაფერი შემდეგ რა გააკეთეს ბუღალტერმა და ეკონომოსმა ეკლესიის მილიციას ფული მისცეს საპატრიარქოდან მოტანილი გზა რომ გაუთავდათ მოისყიდეს და წაართვეს ხალხს რომელსაც ტომრებით ცელოფნებით თუ იღლიაში ჰქონდათ მოტანილი გზა და ის შემოიტანეს და აკურთხეულ მე ვთხარი მე ნაკურდელს არ ვაკურთხე საპატრიარქო მოდელი ვაკურთხე კი მე ნაკურდელს არ ვაკურთხე დამემოქრე რომ შენ მალე ამ ტაძარში კი საერთოდ არ იქნები ამ ეპარქიაში ისი აგიზრდათ ყველაფერი როგორც ამესულეს ესე იგი რა მოხდა დაიწყეს ჩივილი საპატრიარქთან უშუალოდ რომ რაერები 1000 რამე მოიგონეს არც კითხულობდი გულახდილად გითხრა და აი გავიდა ეს საკმაო ხანი და პატრიარქმა დამიბარა თურმე დაუბარებია ისინი მღვდლები ეკონომოსი ბუღალტერი და მე ცოტა ადრე მივედი და პატრიარქმა მითხრა რომ ესე იგი იცოდეო მამაარჩი მართალი არ ცხარდებაო ანუ ვიცი რომ ფიცხი ხარ ბუნებით სიმართლეც ეგ არის მაგრამ არ გაფიცხდე მეტადრე პატრიარქის წინაშე ეხლა შემოვიდნენ ყველანი შევედი მეც ბოლოს და ბოლოში რომ ჯდებოდი პატრიარქმა და მოგზადით მამაარჩი მარჯვენით დამესვა მან ყველაფერი თქვა ამეთ სხდომა დამთავრებულია
ესე იგი, აიო, გამიმეორება და თქვენზე საჩივარია შემოსულიო და რა სიტყოდითო და ჯერ ვისა სიტყვა იმათ 1000 მიეთმოეთი ილაპარაკეს ცილის ამებები და ბოლოს ისე მოხდა რომ ერთმანეთს აბრალებდნენ რომ მე არ მეთქვია ეს მამარჩიზე მე არ მეთქვია და ვიღაცამ ხო თქვა რა და არ ვიღაცამ გაავრცელა ბასილი დიდი ამბობს არა მარტო ჭორის გავრცელება ცილის ამების არის ცოდვა არამედ ამის გამეორებაც არის ასევე ცოდვა ერთი სიტყვით ბოლოს მომცა სიტყვა თქვენ რა სიტყვით მამარჩი მოთხარი აგერ აქ არიან და ილაპარაკონ მეთქი მე მოვიტანე ფაქტებიდან ეს წლებია ხდება მეთქი რასაც დღეს უსმენთ მეთქი თქვენ კულმინაციას მიაღწია ბზობას და მოუყევი ბზობას რა მოხდა პატრიარქმა უთხრა თქვენ დალოცვილებო მე აქ ჩემი დაცვის უფროს მეუბნები სიონში რომ გზას მოიტანს ხალხი მილიციას ჩემი სახელით უთხარი ხელი არ ახლო გაკიდონ 2 კაპიკი სახლში წაიღონო და თქვენ რა გააკეთეთ 100 ლარი მიეცი მილიციას მოგთამეთო 100 კი არა 200-ო ეკონომოსმა ეს არ წამოსდენია სომეხიაც არ მოშორ ქართველი არ იყო ეს ტორონჭალზე ქრის გვარზე იყო კაი დავანებოთავი 200 რატო თქვა 200 იმიტომ რომ ხომ მოკითხარ მე ვკითხე საპატრიარქო და რაც მოიტანეთ თქვენ ეს ბლანკი გააქვთ არა რამდენი წამოიღეთ აქედან გამომდინარე რა იყო მოგება იქიდან აი ეს სად გააფორმეთ მეთქი ძალიან საინტერესოა და დაებატენა ამაზე და იმიტომ თქვა 200 რომ ესე იგი ის ფული რაც იყო იქ მივეცით ამიტომ აღარ დავშა ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი დატოვა ყველა ისინი დამლოცა და წამოვედი და ისე ყავდათ მღვდლებით წინამძღვარად დამორჩილებული რომ ესე იგი ეკლესიას აღებინებდნენ დარაჯივით მღვდლებს და მე ვერ დამიმორჩილეს ჩემი ფუნქცია ეგ არ არის მეთქი რა კვირაში ორჯერ სახარებას ვქადაგებდი წირავდი და ასე შემდეგ და უამრავი მრევლის გაზრდამ გამოიწვია ახალი აფეთქება შურისა რატომ მოდიან შენთან რატომ არ მოდიან ჩემთან და ასე შემდეგ ჩავთვალოთ რომ მე გავმართლდი და ისინი გამტყუდნენ გამოვედი თუ არა პატრიარქის ოთახიდან სირბილით გამომყვა კორიდორში იკონომოსი და ბუღალტერი და მომყვიროდნენ პატრიარქსაც არ მოერდა ისე ყვიროდნენ რომ შიგნითაც შედიოდა ხმა შენ ხომ არ გონია რომ გაიმარჯვო ციტატა მომაქრა მითხრეს შენი დუხი არ იქ რატო ყვები ასე დაწვრილებით გეტყვით მე აი სათქმელთან მივდივარ შენი დუხი არ იქნება თბილისშიო წეღანაც გითხარით დავზენ კიდევ ერთხელ ისი აგესრულოთ ღმერთმა ყველაფერი ერთი თვის შემდეგ ამ გამართლებულ მღვდელს თავი მიკრეს გადასახლებაში გორში ესე იგი როგორ მოხდა გორში ეპარქია გაიხსნა ეპისკოპოსი ეს უნდა ყოფილიყო მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ პატრიარქი ფიქრობს რომ უნდა გადახვიდეო იქო მითხრა რატო მეთქი ჟულის კანონში წერია რომელიც ტრაპეზის სახელზეც იკურთხება მღვდელი იქ უნდა იმსახუროს სიცოცხლის ბოლომდე თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის მე და რატომ დავარღვევ ჟულის კანონი მე არ მე რა დავარღვიებენ მაშინ მითხრა შენს ხომ ქართველი ხარ მეც ქართველი ვარ ჩვენ მიხვევ მოხდა ლაპარაკი არ გჩვევია პირდაპირ გეტყვი პატრიარქმა გადაწყვიტა რომ უნდა გადახვიდე ჩათრევა შაღულა ჯობიაო მეორე დღეს დამიძახეს პირველ იერარქთან კაცრად მილაპარაკა ითხრა რომ ნიჭიკა ქადაგების იქ ქადაგეო იქ დიდი ხანია ეპარქიაში არ ყოფილა მოქმედი ეკლესიები და სხვა და ხო შენი ნებით მიდიხარო ბოლოს კითხა ეხლა მე ვთხარი თქვენ რომ წინდეს უნდა მეთქი როდეს იყო მონას უფალი როგორც უფალი ერთ-ერთი გავში ამბობს რამეს ეკითხებოდა მე ვარ მორჩილი მეთქი მაგურთხეთ აქ აღარ არის მნიშვნელობა მე მინდა არ მინდა და ასე შემდეგ მეუღლე ახალი მოყვანილი 2 პატარა ბავშვი ნაქირავებში მაპატე ლეჟანკებზე გვეძინა როგორც ეძახიან და გაჭირვება და სხვა ამას თავი დავანებოდა ესე იგი ცოლშვილია წადიო უთხარი ვერ წავალ არა მაგ არანაირ პირობები ეპისკოპოსი შეპირდა რომ ჩავხალთ იქ სახლი გექნება ოთახი სადაც იცხოვრება როგორც თქვენ არა გაქვთ გორში სახლი ისე მე არ მქონია არასდროს პირველი 2 კვირა რო გადამიყვანეს ცემენტის სივიატაკზე მეძინა ანაფორას ვიფენდი ხოლმე ქართველები დასინოდნენ ეკლესიას აღლად დაწყდნენ მღვდელს ვიდრე გამიცნობდნენ როცა გამიცნეს ნუ არ ვიცი უდიდესი სიყვარული ჩამოვარდა ჩვენ შორის ესე იგი პირველად ვინც მიმიღეს და შემეწია იყვნენ 2 რუსი ბაბუშკა და 1 ოსი ქალი
რომლის თავოსნობით იქ გაიხსნა ეკლესია. დიდი დამსახურებით, მაშინ ძნელი იყო ეკლესიების გახსნა და სადგინავს ამ მოხუცებმა მკითხეს. ხარი რა ვიცი, როგორ ფიქრობთ მეთქი? გაიხედეს, ტახტი არ არის, საწოლი არ არის, სკამი არ არის, მაგიდა არ არის, არაფერი არ არის. და არის ეკლესია ეს. ეკლესიაში მეძინა იატაკზე, უთხარი აი მან ძინავს მეთქი კუთხეში. გაგიშტი. წავიდრე მოიტანეს ტახტი, ოღონდ მითხრით ბოდიში ამაზე მიცვალებულს ვასვენებ ხოლმე თქვენთვის რამე სხვა არაფერი მეთქი ვაკურთხებ როგორც ნიბს და დამთავრდება ამით მეთქი. საბანი მოიტანეს ბალიში და ქვეშაგები. ვიღაცას სადილი მოჰქონდა. მერე რო გამესვეს ქართველებმა იქ ბუხრებს ჭედავდა თუნუქის ბუხარი მაჩვენს ვიღაცამ შიშა მოიტანა. ესე იგი აი როგორც მოციქულთა დროს ხდებოდა ღვთის სიტყვით ასაზრდოებდნენ და მატერიალურად შეეწეოდნენ ეკლესიას. ასეთი რამ იყო იქ. ბევრი წვალებელიც მოიქცა ღვთის მადლით. ბაპტისტები იყვნენ ხელმოღერებული, იმიტომ რომ ეკლესია არ იყო. უდიდესი რივლი ყავდათ იქ. ერთ-ერთი პირველი რაც მოვიმოქმედი ეს იყო წავედი ბაპტისტები გავიკითხე სად იყვნენ, იმიტომ რომ ბევრმა მითხრა ბევრი არიან. წმინდა წყლის უბანი ქვია, აი სახელი რა ქვია, წმინდა წყლის და საუბარშიც გამოვიყენე ბაპტისტებთან. ესე იგი, ასეთი არაწმინდა მოძღვრება შემოგა წმინდა წყლის უბანში მეთქი რა. რატო დაარქვეს ხოლმე დაფიქრდეთ მეთქი თავის დროზე ამას. შევედი საკრებულოში, მათი ეგრეთ წოდებული მოძღვარი იყო მოდელი. რო დამენახეს გველი რო დაიკლაკნება ესე შეკანკალდნენ ყველანი. მივედი ჯვარი გადავსეხე, ამაზე სულ გადაიერგნენ. შვიდობა თქვენთან და ბიბლია ვაჩვენე. ნუ გეშინიათ ბიბლიით ავარ მოსული მეთქი და მე დამიწერა მათმა მთელმა ეგრეთ წოდებულმა უშიშროებაში დამაბეზდა ცილის სამებით, ვითომ ჯოხით მივედი, მცემე და გავყარე იქიდან. ჩვენი ჯოხი იყო ღვთის სიტყვა. ჩაიჭრა კითხვებზე, ვერაფერზე ვერ მიპასუხა. აბსოლუტურად ხატებთან ამასთან იმასთან დაკავშირებით და მრევლმა დაცინვა დაუწყო. შენ არ გწოდნია ჩვენ რას ვიმღვრობდი გონებასო. მე ვუთხე სადახარ თქვენ მკითხეს აი აქ ვარ მეთქით იქ დაიწყეს სიარული მაგრამ დადიოდნენ ხამე მკითხე ნიკოდიმოსი ხამე რატო დადიხართ მე გვეშინია რომ ტახოკაში არ გვეჩინდება ეს იყვნენ პირველ ყოვლისა ის მოთავე ქალები მამალი ქალები რო არიან რომელიც ბაპტისტურ იდეებს აღწელებდნენ გორში და სხვა ეს იგი რა არის დამიპარა ეპისკოპოსმა მომიწყო კრება და დამიშალა იქ წასვლა რატომ მეთქი იოანე ოქროპირი ამბობს რომ გუშაგი სადაც დგას რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს დიდ საქმეს აკეთებს ამას ამბობს იოანე ოქროპირი და უფრო მაღლა მდგომი მოციქულთა თავი პავლე ამბობს ეპისტოლეში წვალებელსა კაცსა ერთხელ და ორჯერ შეაგონე თუ არ შეინანოს განეშორე დვის უსმინო მეთქი ახლა ჯერთი ოქროპირი სხვა კონტექსტში ამბობს მეთქი ამას და სწორედაც რომ ვიცავ მეთქი ჩვენ სამწყურს ეკლესიას იმ გლებისგან მეთქი და იმად მივედი და ერთხელ მივედი მეთქი და დაიშალა უკვე საკრებულო წყალი შეუდგა მეთქი დამიშალა რატო იმიტომ რომ უშიშროებიდან თუმე ამან ხო წერილი დაწერა იქ ისე რა ცილისაების მოვიდა ბრძანება ეპისკოპოსთან რომ ეს გდელი აღარ გავუშვათ იქ მე ვთქვი მაპატე მე არც უშიშროებას უსმენ და არც ცდარ შეხედულებებს მეთქი ამას ამ და პატრიარქმა რომ გამოგზავნა ეს მითხრა ღმერთს ერთგვარი ნიჭი მოუწია ქადაგების იქ ქადაგე ღვთის სიტყვა ჟამითი უშამოთ მის კურთხევასაც ვასრულებ მეთქი და გაჩვენდა რა უნდა ერთხვა რა ხდებოდა იმ ტაძარში აღარ ვიტყვი დამიყვანა ყოფილი ნარკომანი ეკონომოსაც ჩააბარა ფინანსების კამი რომ მეტი და ამ მამა ძაღლისთვის რომელიც ჩემი ახლონაცავი აღმოჩნდა დედის მხრიდან უნდა მეთხოვა ეხლა ეს ადამიანი აკვეცა რა არ გაითვალისწინა რა გაკვეთილები მდელთავარმა ესე იგი საყვარელი ხოლია რატო ყვები ამას და მივხვდებით რა ვითარება იყო სურამში ჩავიდა ეკლესიის სამრეკლოში შეხვდა საყვარელს დიაკონი წაიყვანა უთხრა მართლი არაფერია მე ეპისკოპოსს რასაც მინდა იმაზე მალე გაკურთხებინო შენ თავს მდლათო და ესე იგი წაიყვანა იქ დარაჯად დააყენა ქმარმა გაიგო ცულით მოვარდა ეს დიაკონი გადაეფა და გადაჭრა მუცელზე რამდენიმე საათში გარდაიცვალა ფიზიკურად ძლიერი იყო დაწლავები თვითონ აკრიფა წარმოიდგინეთ ავიდა საავადმყოფოს საფეხური დაწვა და გარდაიცვალა საოპერაციაში დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და ახალგაზრდა ესე იგი დაქრუებული ცოლი ვინ აგებს პასუხს აი ახლა ეს ეგრეთ წოდებული ეკონომოსი რომელიც მიუხედავად ამისა რაც მოხდა და გაკვეთილი ვერ გამოიტანეს ვერათ აღკვეცა და დღეს ციხეში ის პედოფილიის მუხლით დამთავრდა
ლეონი დიდი ცხოვრებიდან მოგაგონეთ გასულ ქადაგებაში. ამხელა წმინდა მამა, მაგრამ პეტრე მოციქულმა უშუალდულა ყველა ცოდვა გეპატია გარდა ეს რომელი გაუგვირდა არასწორი ხელდასმის ან უღირსი ადამიანების კურთხევისთვის მეორედ მოსვლის დრო საყოველთაო სამშაბლოზე პასუხს მისცემ. გესმით თქვენ საყვარელო, რამდენად ძიმეცობა ყოფილა უღირსის კურთხევა, რომელიც დამაბრკოლებელი ხდება ეკლესიაში და არა აღმაშენებელი. მოკლედ სულ ქონდა სურვილი რომ რაღაცით გადამეხადა სამადლობელი ღვთისმშობლისთვის. გამოგჩა ძალიან მნიშვნელოვანი. იმ დღეს რო ჩავედი გორშდეჩი მე აქ ტირო და ქვეშაგები გამიხვია საჭმელი არაფერი არ წამოვიდა. ანუ გეშები მოციქული უფალი გვასწავლის რო წახვალ არც კამარში რვალი ჩაიდო ვერცხლი და არც ვაშკარანი ან ჩანთას ნიშნავს ძველ ქართულად არა იყიდო. შენ წადი ღვთისნება ჩემი ნება იქა და მე ვიცი ხორცი გასკია და ვიზრუნებ ამასე. და ესე იგი ჩავედი მთელი დღე მშიერი ვიყავე განცდებში, ფიქრებში, იქ შვილები პატარა დატოვებული ნაქირავებში და 1000 რაღაც ფიქრი მომეწალა და ძალიან ძიმედ გავატარე ეს ღამე უძილოდ. გათენებისას გამოვედი 6 საათზე რომ ალაყაფი გამეყო და 2 თუ 3 ვეება დიდი ცელოფნის პარკებია მოყდებული. არ ვიცოდი რა იყო. გავხსენი ჩავხედეში კაკლის მურაბით დაწყებული და წვადი დამთორებული უამრავი სანოვაგია. ხომ არ წამიღია არაფერი. ამით ვიკვებებოდი გარკვეულ ხანს და სტუმრად ვინც მოდიოდნენ ბაბუშები და სხვა უმასპინძლებოდი იმათ. ესეც არაფერი. მესამე დღეს ჩამოდის ეპისკოპოსი. ხო და ამ დროს აიაზმის წესით ვაკურთხე წყალი ცირე აიაზმის და ღვთისმშობლის ცხოვრებას უყვებით. უამრავი ხალხია შემოკრებილი, ეზოც კი სავსე არა თუ ტაძარი. და ამ დროს თურმე მოვიდა ეპისკოპოსი მძღოლთან ერთად და ვერ შემოდიან, ვერ არღვევენ ხალხს. მოდელი ეგონა ხო ვერ არკვევდნენ არა ეკლესიურები ეპისკოპი ანაღი არა არის ჯვარი რა ქართულურად ეუბნენ მაიცა მამაო მორჩება მამარცი და მე შეგიშვებდო ხო ხედავ ხალხით გასო სად მიდიხარ და ვეშორი და დავინახე და ეპისკოპოსი თქვენი ეპისკოპოსია მეთქით აუხსენი რა არის ეპისკოპოსი მოუშვეს გაოცებული იყო და ხალხს ეკითხება რომ ეს ტაძარი უნდა მოვაწყოთ და ვაკურთხოთ მერე და ვისი სახელობისა ყველა ყვირის წმინდა გიორგის მხოლოდ ერთმა მოხუცებულმა დედაკაცმა წამოიკნავლა რომ ეს არის ღვთისმშობლისო მე მგონი ღვთისმშობლის იყო და აიტაცა ეპისკოპოსი ღვთისმშობლის იქნება და ცრემლები მომაწვა თვალებს დედა ღვთისა არ მტოვებ მეთქი ეხლა ეს როცა ხალხი დაცხა წავიდა ზეთიმცხე და ასე შემდეგ აიაზმა გავატანე ეპისკოპოსი მეუბნება რომ პირველი იერარქმა გამომგზავნო იმ ამ პარტავანმა დაიქადნაო რომ შენინებით არ მიდიხარო რომ მკითხა და სად არის აქ ჩემი ნება ღვთისნება და თქვენი კურთხევა მეთქი მაგრამ ხომ იცნობთ მეთქი როგორიც ქვაზე რომ დამასახლოთ ეკლესია აღმოცენდა აი ესე თქვაო ამ პარტავანმა რომ ქვაზე რომ დამასახლო ეკლესია აღმოცენდა აბა რა ეკლესია აღმოცენდაო და რომ მოვიდა გაუგდა იმდენი იყო სამ ორ დღეში მესამე დღე იყო ჩვენი ჩასulis უკარო ჩამოვიდა ესე იგი არ დაგიმალავ გეტყვი რომ ბან გამოგზავნა ამისთვისო და აი ეს თქვაო რო ჩავიდა უთხრა რომ როგორ მოახერხა სამ დღეში ამდენი შეგროვება არ ვიცი ხო მე მაგის იმედი მქონდა ადმინისტრაციული ნიჭი აქვს რა შუაში ადმინისტრაცია ესე იგი ხალხ ეკლესია უხარო და მოდიოდნენ ღამეს არც მირეკავდნენ ფაქტიურად ძილი არ ქონია 2-3 საათი მეწი ან მოდიოდნენ ხადაგები იმიტომ რომ სული ხარ მაწუხებ და შვილი ხარ მაწუხებ და მთელი დღე და ღამე ვიყავი ჩართული ამაში მოკლედ ნუგეში მივიღე რომ საზრდელიც გამომიგზავნა ხორციელი ღვთისმშობელმა მარიამმა და ეკლესიაც მის სახელზეა დღეს ნაკმოთხი ღვთისმშობლის შობის სახელზე ის ტაძარი მაგრამ როდესაც კვლელობა მოხდა ჩამოვედი პირველი იერარქთან და მოვახსენე რომ შეუძლებელია იყოფა ესე იგი ბაპტისტები არ ამხილო არ უკადაგო სუბორდინაცია არ არის ტაძარში დაცული ვიღა ნარკომანი დამენიშნა მეთქი და მას უნდა უსმინო მეთქი მე რომელსაც ავტორიტეტია გატეხული და ეკლესიაში რომ ხედავდნენ აფურთხებდნენ ეკლესიას მეთქი რომ ეგ რომ მანდარი მან როგორ შევალო აი ესე ამოდა მარტივად ხალხი და ასე შემდეგ და გარდა მაგისა დიაკონის მოკლეს მეთქი და სურამელების დაბრკოლდნენ მეთქი რომ გაიგეს რატომ მოკლის და რის გამო მოხდა მეთქი ჩემი თხოვნა ან უკან დამაბრუნოთ მეთქი დიდუბის ტაძარში ან რომელიმე ტაძარში თუნდაც განაპირა თბილისის ეპარქიაში ცოტა თბილისის აქ რომ მოვიდა მოუღლეს მოუხევი მან მითხრა რომ ყველაზე განაპირა ეკლესიები სად არის ვარჯი სადაც დაჟილვდელს აგზავნიან მე ვთხარი ქვემო ბარბარე
და პეტრე-პავლეს ეკლესია. ხო და ან ერთში გადაგიყვანენ, ან მეორეში. ორ დღეს მოვიდა ბრძანება, რომ მეორე ფულად ვარ გამოგზავნილი პეტრე-პავლეს ეკლესიაში. მაგრამ სადაც ეკალი დასდეს ის, იქ ვარდი აღმოცენდა. მადლობა ღმერთს, ტაძრების გამრავლდა მრევლიც და მადლიც. და მრავალი ჩვენი ხელიდან გავიდა სამღვდელო პირია და ღმერთს ადიდებს და ღვთის სიტყვას ქადაგებს, თუმცა ყველაზე არ ვიტყვი. ზოგი დღესაც ღრუბლებში დაფრინავს. ღრუბლებში დაფრინავს. მოძღვარს ესეც სერათ უყურებენ, ან განიკითხავენ, ჩემზეა ლაპარაკი. მე მინდა ყველა ამათ შევახსენ, რომ ბებერი ხარის არ ქანიც ახნავენო. და ვერ მოვლენ ბებერ ხართან. გამიგეთ საუბარი. იფრინო ჩიტება. იფრინო ერთი სიმღერაც არის ეგეთი. მაგრამ წმინდა მამები გვასწავლია, როცა ნახავ რომ დამწყები აფრინდება, ზევით ფეხებში მოკიდე ხელი და დაანარცხე რომ გონს მოვიდესო. მოგლებთ ავი რომ არ შეგაწყინოთ. სურდა რაღაცა ისეთი შემექმნა, ან მომემოქმედა, რომ ღვთისმშობლისთვის სათნო ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ ქადაგებდი მისი კურთხევი. სახარების გადმოცემა მაგასნი იქიდან დამერწყო ეს ნიჭი ერთგვარი მომეცა ღვთის სიტყვის კადაგებისა. და ერთი სიტყვით მოხდა ისე, რომ ქაშვეთიდან ერთ-ერთი მრევლთაგანი მოდის და მთხოვს, რომ მამაო, თუ შეგიძლია თუ რომ გამოყვეთ კაბადოკიაში მივდივართ, თუ ქართველები პირველად მივდივართ, ჩვენი ძველი სამშობლო არ ყოფ და ხარი შენ მოწყარი წაიყვანე, მე არა მინდა რომ თქვენ წამოხვიდეთ და თქვენი მგალობლები თუ შეიძლება წავიყვანე ხალხწერი ირაკლი ცინცაძე, ჩვენი მგალობლები და 2-3 ჩვენი მრევლიდან. გასაოცარი სანახაობა გადაეშალა ჩვენს თვალწინ, განსაკუთრებით ტოკალის ხეობაში. უამრავი ეკლესია, მონასტრები გამოქვაბულებში, ბასილი დიდის დროინდელიც კი, მაგალითად წმინდა ბარბარეს ეკლესია, მე-4 საუკუნისა. ეკლესიაც არ არის შიგარი, ესე იგი ლავა არის ამოფრქვეული და იმ გაქვეებულ ლავებში არის გამოკვეთილი ეკლესია მონასტრები. ერთი მათგანი გიორემის ხეობაში, ესე იგი წმინდა ნინოს გიდი იყო თურქი და გვითხრა, ვიცი გაგეხარდება თუ ესო წმინდა ნინოს სახელობის იყო ეს ეკლესიაო, ერთ-ერთი ყველაზე დიდია იქ. და შევედით იქ, რომ წმინდა ნინოს პარაკლისი გადავიხართ, მოვილოცეთ, განადგურებულია ყველაფერი, ბევრი თვალები დათხრილი ფრესკები და ასე შემდეგ, დანგრეული ტრაპეზები და სხვა და აქ რა ვნახეთ, კანკელია შემორჩენილი და კანკელის ღვთისმშობლის ხარეს მარცხენა ფრთაზე აი კუთხეში საქართველოს რუკა ბუნებრივად გამოსახული, ანუ ბათქაშია ჩაუსული და საქართველოს ისტორიული რუკაა დარჩენილი. ზედ შემორჩენილია ღვთისმშობლის ხატი. აი ეს ხატი მომაწოდე კაბადოკიის. აი ეს ფრესკა არის შემორჩენილი. ეხლა ამას დღეს ყველა მომლოცველები რომ ჩადიან, ქართველები ეძახიან შეხარვენახს. ეს შეხარვენახი არა, ეს არის პირი, საიდანაც მოდის შეხარვენახის ხატი. ენი თავწერელი სიფაქიზე და სილამაზე შვენიერება გამოდის ამ ხატიდან, განსაკუთრებით თვალები. წმინდა გადმოცემით დიდი ნუშისებური თვალები ჰქონდა ღვთისმშობელს, როგორც აქ არის გამოხატული. სახეც ოდნავ სავსეა, ასეთი იყო ღვთისმშობელი წმინდა გადმოცემით. და იმზირება სადღაც შორს საუკუნეთა და სივრცის მიღმა. ისეთი რაღაც უჩვეულო გამომეტყველა, ყველა მოვინუსხეთ, ვინც ვიყავით. ყველა დაუძახე ირაკლი ცინცაძეს და უთხარი ირაკლი, შენს გონებაში, ცნობიერებაში აღიბეჭდე, დაიმახსოვრე, რომ ჩავალ, უნდა შეიქმნას ასეთი ხატი. და მე გარეთ რომ გამოვედი და ხეობა გავიარეთ, თურმე იყიდება რეპროდუქციები, მათ შორის ამ ხატის ვნახე და ძალიან გაგვიხარდა, შევიძინეთ, რა თქმა უნდა, წამოიღო ირაკლის ეხელმძღვანელი. შეხარვენახი არ არის ზუსტი ასლი, არამედ ამოსავალია ეს ხატი, კაბადოკის ღვთისმშობელი. და აქედან წამოვიდა. ერთად ვისხედით ირაკლი, ჩემთან სახლში დავიბარე, ღვინო დავწურეთ, ხეივანი იყო ჩემს სახლთან პატარა და აი ამ საუბარში ჩამოყალიბდა როგორი სიმბოლოები უნდა ქონოდა ამ ხატს. აი თუ დაუკვირდებით ჩვენ ხარვენახის ხატს, როგორ არის გამოხატული? ტევანია გამოხატული ღვთისმშობლის ხელში. ღვთისმშობელმა გამოიყო ტევანი კი თავწარსხული. ქრისტე მაცხოვარს ნიშნავს ალეგორიულად. რამდენი მარცვალი ითვლება? 12. რატომ? იმიტომ 12 მოციქული ჰყავდა ქრისტეს, რომელთაც განავრცეს ქრისტეს სწავლება დედამიწაზე. მერმე ღვთისმშობელს უჭირავს 7 ნაჭნევი ფოთოლი. რატომ? რას ნიშნავს? 7 ასეთ საიდუმლოა მასში ჩაქსოვილი ჩვენი კურთხევით. 7 საეკლესიო საიდუმლოება. 7 მთავარანგელოზი, როდესაც განსაკუთრებით ძალმოსვლება და დავანება აქვს ღვთისაგან. ასევე უკანასკნელი ჟამი 7 აპოკალიფსური ეკლესია, აპოკალიფსი გამოცხადების წიგნში რომ არის ნახსენები.
რომელთა შორის ერთი მათგანი ფილადელფიის ეკლესია, ეს არის ივერიის უძველესი ეკლესია, როგორც ბერძენი მამა, ესე იგი რუმინეთში მოღვაწეობდა კირილე ლავრიოტისი, რომელმაც თავისი ცხოვრება შეიძლება ითქვა შეალია ეგზეგეტიკური საღვთისმეტყველო და განმარტებითი ლიტერატურის შესწავლა და 12 ტომი დაგვიწერა. აი აქ ის ასაბუთებს, რომ ფილადელფიის ეკლესია, რომელსაც ღმერთი აპოკალიფსურ გამოცხადებაში ყველაზე მეტად აქებს და აღამახლებს, არის ივერიის ეკლესია. ეგ მაშინ ამბობს, როცა ივერიას მეფობაც გაუქმებული აქვს ჩრდილოეთის მეზობლების რუსეთის გამოისობით და გამოქმებული აქვს ავტოკეფალია. თუმცა გიორგიევსკის ტრაქტატი არ გულისხმობდა ამას. არც მეფობა არ უნდა გაუქმებულიყო, ესე უერთებოდით რუსეთს და არც მირონცხებული მეფობა. მათ კანონის დაარღვიეს და შულის დაარღვიეს დიდ რუსული შოვინიზმის გამო. და რა მოიმკეს? აი მათი წმინდა მამები ამბობენ, მათ შორის არის ნუ შეეხებით ღვთისმშობლის სიყვარული რიბერიას. სხვა მამების ბურუმელი მამა ამბობს, თუ აბსტევილია ამბობს წინასწარმეტყველებით, რომ ბოლო შაბათს დიდი რუსეთი პატარა საქართველოს მუხლებს და დაუჩოქებს და პატიებას თხოვს. ეგ დროს მოვა. ჩვენ ჩქარობთ ყველაფერს. ჩქარობთ ფულის გამო. დიდარი ბატონი გამოგვიჩნდა. თორე გიორგი მე-12-ის უკანასკნელი მეფის კარზე, როდესაც ჭობა იყო, შეერთებოდნენ თუ არა ქართველები რუსეთს, დიდი ჭობა იყო. აზრი იქით მიდიოდა, რომ აუცილებელი იყო ეს. წამოდგა ერთ-ერთი მჭეორმეტყველი ლიონიძე და მეფეს კითხა, მეფეო, კი, მაგრამ კაცს რომ უღებ დარიალისასო, სკვითებს, რუსებს მოიხსენებს, როგორც სკვითებს. რომ დაგჭირდეს, ანუ ის რომ არ აღმოჩნდნენ, როგორც გვეჩვენებიან, დავხურავთო მე ნახე რა ბრძნული პასუხი განსა გიორგი მე-12-მა, ეს ღვთისმოსავი მეფე იყო. ღვთისნებით განიხნება დარიალისგან, ღვთისნებით დაიხურება. ეს ფსევდოლიბერალები ძალით ხურავენ კარებს და საკუთარი სარგებლისთვის, რა თქმა უნდა, დასავლეთს აამონ. ეგ არ მოხდება. ღვთისნებით დაიხურება თავის დროზე ეს კარები. და გადარჩება კი არა საქართველოს გაბრძნდება. ეს იქნება სწორედ უკანასკნელ შაბათს. ამიტომ ვქვია ამას სასწაული, იმიტომ რომ ლოგიკურად ამის ახსნა და ადამიანურად გაგება არის შეუძლებელი ყოველად. მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამებრ. მოკლედ ჩამოვედით, ვიმშელეთ და ვაკურთხე, რომ ამგვარი ხატი გამოეწერა. ერთ რამესაც დაუკვირდი, მაცხოვარი მარცხენა ხელით აკურთხებს. რატომ? რადგან იმდენი განათლება არ ქონდა, რომ მარჯვენა ხელით მაკურთხებელი გამოისახება უპირატესად, თუმცა არის ხატები და ფრესკები, სადაც მარცხენა ხელით მაკურთხებელია ქრისტე, მაგალითად კრემლის მიზინების ტაძარში და კიდევ არის სხვა ტაძრები. მაგრამ ამის გამო კი არ გამოვხატე. მაგ დროს, როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, მე და ძმები მეგობრები ვიყავით, პირველი არქმა გამაფრთხილა, გადატრიალურად ახლოვდება, რომ ესე იგი ნუ დგეხარო მასთანო, ესე იგი ხელისუფლება მიდის და მოდის, ეკლესია დგას მე ვთქვი, რა ჭეშმარიტებაა. აი, სწორედ იქ დგავარ. აგე შენი ზვიადი დუდაევთან ჩავიდა მუსლიმთან. სწორედ ეს მიკვირს მეთქი, რომ ქრისტიანებმა გააძევეთ და მუსლიმმა მიიღო და გაჩუმდა. რა უნდა ეთქვა? ტყუილია თუ რა? ამის მერე მე და ზვიადი ზუგდიდში შევხვდით ერთმანეთს და ქონდა საუბარი. და რაზე? თავის დროზე გამშხანდები. სიბრძნე ის კი არ არის, რა სიტყვი იცოდე, როდის სხვა და როდის არ სხვა. დღეს ეს მიგმაროთ. ერთი სიტყვით ჩამოყალიბდა ჩვენი აზრი, როგორი ხატი უნდა შექმნიო, რატომ მარცხენა ხელით მაკურთხებელი. მაგ დროს ეკლესიის წიაღში დაიწყო გავრცელება მორიგი ცილისამების ჩვენზე, რომ მე ვითომ პატრიარქს განუდექი და ავტონომია შევქმნი ჩემ ტაძარში, რაც ტყუილი იყო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და ერთხელ, როდესაც სამთავროში ჩავედი მონასტერში, იქ მქონდა ჩვეულება, დროდადრო ჩავდიოდი და ჩავდივარ ივერიის ღვთისმშობელთან ლოცულობ. ეხლა მეტი საბაბიც მაქვს, მამა გაბრიელია დასვენებული მისი ნეშტი. იღუმენია ბრძანება გასცა და ეკლესია დამიკეტეს. არ შემიშვეს. ხარი რატო? ეკლესიის მტერი ხარ, პატრიარქის მტერი ხარ. დავისაბუთე მეთქი. უდაწყვეტილი ავედი მამა გაბრიელთან შევჩილო, რა დრო მოვიდა მეთქი, დეკანოზი ვარ და ტაძარს არ მიღები რომ მილოცო მეთქი და ვინო? ამა ხო არაო. ხომ იცნობთ მამა გაბრიელს უგიერთები? სასრახოდ დაუძახა, შერისხა, მე მშვიდად უთხარი, რა ცოდვაში ვარდებოდა ის, რა პირმოთნეობაში და შემდეგ აკურთხა, რომ 3 მეტანია გაუკეთე მამარჩის და ფეხის წვერებზე ემთხვიო, რაც აღასრულა. მე მამა გაბრიელს გაუკეთა 3 მეტანია და ემთხვია.
და გარცხვენილი წავიდა იქიდან. დღეს აქვს კარგი ურთიერთობა ჩემთან. ბოლოს და ბოლოს დიდუბეში პირველი მე ვიყავი, ვინც მისი აღსარება მიიღო. ჩემი მრევლი იყო. ხოლმე საოცრება. დრონი მეკობენო. არა? მერტმა შეეწყალოს და შეუდგეს მამა გაბრიელის მოცვით. ასე და ამგვარად, რაკი ჩემი დევნა და ცილის საება იყო, მარცხენა ხელით მაგურთხეველი გამოვსახედა ღვთისმშობელს ვთხოვე. თუ მე ვწდები, გამოაჩინე ამ ხატის მიერ და თუ არ ვწდები, დე ამ ხატიდან ხდებოდეს ნიშსასწაულები. აი, 180 გვერდიანი წიგნი გამოვეცი, სადაც არის აღწერილი ძველი და ახალი სასწაულები და სულ ახლახანს მოვხარიც, ხელში მიკავია დაბეჭდილი, ჯერ არ შემიტანე, იმიტომ მორიგი კრებული რო გამოვა, ამათაც შევიტანე. არა მარტო კურნებები ხდება, არამედ გამოცხადებები. ზოგიერთ მათგანს ახალ შედარებით ამოგიკითხავთ და გულდასმით მოისმინეთ. მერმე ღვთისმშობლის დიდება მისი სასაულთმოქმედი ხატების და ღვთისმშობლის პატივად შეიქმნა რა შენ ხარ ვენახი და ამ ხატის წინაშე ყოველ ოთხშაბათს რომელიც ღვთისმშობლის დაუჯდომელის დღეთ ითვლება ეკლესიაში აღევლინება დაუჯდომლები საგანგებელოსაც დღესაც აღვავლეთ შეიქმნა კიდევ 4 ხატი მაგალითად ეს არის შენ ხარ ვენახი აღლომის ტაძარში დასვენებულია ცხოველს ყოფილი ვენახი რომელიც არის შეერთმანეთის სამი ხატის სუთამისგან ყოველთა ალბომის ტაძარში არის მარჯვენით საკურთხევლისა უძველესი ხატი არის უჩვეულო ხატია სუთამისგან ყოველთა სადაც ესე იგი ქრისტეს წამების იარაღებია გამოხატული მაცხოვართან ერთად და წმინდა ბარძიმი ვენახიდან ტევნიდან რომ წურავს ღვინოს დიდი სიმბოლური ალეგორიული გააზრება აქვს ამ ხატს საიდან წამოვიდა ეს ხატი მე-19 საუკუნის ერთ-ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა გერმანიაში სწავლობდა და ჩაომიტანა რეპროდუქციების კრებული ძველი ბიზანტიურ სლავური ხატები და მათ შორის იყო რუმინული ხატი პატარა ვერცხლის დისკოსი ამოკაწმული ნახატიც არ არის აი ეს ხატი გავამდიდრეთ სხვა სიმბოლოებითაც და ირაკლი ვაკურთხე და დაიწერა ხატი და უწოდეთ სუთამისგან ყოველთა აი ეს ხატი მოიაზრება ცხოველს ყოფილ ვენახში სიმბოლოებია იქიდან აღებული შენ ხარ ვენახიდან და კიდევ ერთი ხატია სინასთაზე მე-14 საუკუნის წარმომავლობით რომელსაც ქვია ყრმის შეკრთომა ზიგრანე მლადენცა ყრმის შეკრთომა ასე ქვია იმ ხატს აი ეს სამი ხატი არის შეერთებული ცხოველს ყოფილ და ამ ხატიდანაც დღეს ხდება სასწაულები და გამოცხადება მაგას საგიკითხა ცოტა მოგვიანებით გარდა მაგისა და საგანგებოდ დაუჯდომელი შეუდგინეთ მაგ ხატსაც შეიქმნა ასევე ღვთისმშობლის სხვა ხატი მადლიერების ნიშნად ჩემი ღვთისმშობლის მიმართ ტილით დახშული და წყარო დაბეჭდული სადაც ღვთისმშობელი 64-შეია გარკვეულ ალეგორიულ სიმბოლური გამოხატულებებით აი რატო ითვლება 7 ხელმცენარე მის გარშემო 7 აპოკალიფსური ეკლესია სულიწმინდის 7 ნიჭი 7 საეკლესიო საიდუმლო ეს ყველაფერი მოიაზრება აქ ღვთისმშობლის მარჯვენით და მარცხენით გამოხატულია ცხოვრების და ცნობადის ხე ესეც არ არის შემთხვევითი კერძოდ ერთი განასახი არის შვარი პატიოსაც და ღვთისმშობელი ამბიონზეა გამოხატული თითქოს ასე შანს ააგავს და წინ წყალი მოწანწკარებს ეს არის ამბიონი საიდანაც წმინდა ზიარება უდიდესი წვენი ეძლება მთელს ქრისტიანულ სამყაროს ცხოველს ყოფილი წყარო ღვთისმშობლის სიმბოლოსაც უსვამს ხაზს და მეორე არის სიმბოლო სულიწმინდისა როგორც სამარიტელ დედაკაცს უთხრა უფალმა გასმებ წყალს და არასდროს მოგწყურდება და ასე შემდეგ. მასაც შეუდგინეთ საგანგებო დაუჯდომელი ზოგი სლავური და თარგმნეთ და შეიქმნა. ასევე შეიქმნა ზის მაწოვნებელი ძველი ხატი. უპირატესად მეერთან მიდგომილი ფეხსებე დედაკაცი ანისი ვისაც შვილი არ ყავს ან ძე დაუშრა ან ყრმა ყავს სულ და ასე შემდეგ. მასაც შეუდგინეთ დაუჯდომელი. მერვე საბოლოოდ შეიქმნა მიმადლებული ზეცა. ჩემცოდვილის მაგურთხეველი ხატი. მასაც თავის დაუჯდომელი. ანუ მონაცვლეობით ყოველ 4 შაბათს დაწყებული შენ ხარ ვენახის ხატიდან ამ ხატებთან აღევლინება დაუჯდომლები და კარდაბალის ბოლოს ტრადიციად დამკვიდრდა ღვთის სიტყვაც იქადაგება ყოველთვის სიტყვის გადაგებას და მადლობა უფალს რომ ბევრი ადამიანი მოდის განსაკუთრებით სხვადასხვა სამრევლოებიდან მაქვს ერთი დანატრაც ამასინად გაუნხილეთ ჩემს რევს ვიდრე ცოცხალი ვარ მაბსურვილი იყოს ნება ღვთისა და მისი შეწევნა თუ ადამიანად მე ეს არ შემილია არანაირად მატერიალური სხვა საშუალება არ მაქვს მინდა რომ ერთ-ერთი ტაძარი შეიქმნას ღვთისმშობლის სახელზე
რომელშიც მინდა დავასვენო ყველა ხატი, რომელიც კი დედამიწაზე არსებულა და არსებობს ღვთისმშობელ მარიამის სახელზე. აი ეს სურვილი მაქვს, მე ვფიქრობ, ჩემი მრევლი გვერდში დამიდგება. ეხლა საუბარი საამისო ჩემმა ერთმა სულიერმა შვილმა მაჩუქა ბეთანის ტყეში ნაკვეთი, მაგრამ მერიამ არ მოგცა უფლება აშენების, იმიტომ რომ იყო მეწერული ზონა, თარო ჩამოიშალა კოჭორთან გასულთ ალბათ ამის გამო ბრძალავენ, ნუ გული დამსდა ბუნებრივია, იმიტომ რომ პირველად ფეხის სარწმუნოებაში ავიდგი ბეთანის მონასტერში ჩემ მოძღვართან და გამიხარდა რომ იქ გამოჩნდა ეს ადგილი, მაგრამ თუ ღვთის ნება ეს ასეც იქნება, წირა დაუდგება, არც არაფერი. ბოლოს და ბოლოს საკუთარ სახლში შემიძლია პატარა სამლოცველო გავაკეთო, ვფიქრობ მოხუცებულობაში რომ აღვიკვეცო ბერად, ცოლს როგორც უთხარი თუ შენ გამასწარი, აღვიკვეცე ბერად და დავეყუდები სენაკში და შეიძლება იქ პატარა სამრეკლო იყოს, ეს პატარა ეკლესია იკურთხოს შენობის შიგნით, გვაქვს ამის საშუალება, თუ პატრიარქის კურთხევა იქნება და ჩვენ მრევლს იქ მივიდა, იმიტომ რომ უკვე იმდენი დაავადებამ შემომაწვა, თუ დიაბეტი, თუ სახსრების და სხვა, რომ უკვე სიარულიც მიჭირს სახლიდან აქეთ, მაგრამ ჯერჯერობით დავდივარ და ვარ და ვრონინებ, როგორც იტყვიან ხოლმე. ასე და ამგვარად შეიქმნა შენ ხარ ვენახის ხატი და ყველა ეს ხატები ჩემთვის ახალი გააზრება ღვთისმშობლის სიყვარულისა და ტარდება დაუჯდომლები. ორი დღე მახარებს განსაკუთრებით. ერთი ეს არის კვირა, უსისხლომსხვერპლის შეწირვისა და ქადაგების დღე, მეორე დაუჯდომელი თავისი ქადაგებები. დიდი მუგეშილისება აჩერდა, თუმცა ამასაც ვიტყვი ამ სიბერეში დამღლელიც არის, მაგრამ კარგი გრძნობა, როდესაც ღმერთისთვის და ღვთისმშობელ მარიამისთვის იღლები და ირჯები. მაშასე ერთ-ერთი თქვენთაგანი მარიამ ბიძიშვილი ყვება. 2016 წლის 13 მაისს ავად გამიხდა ვაჟიშვილი ნიკოლოზ ბიძიშვილი. დიაგნოზი იყო ბაქტერიული მენინგიტი. ერთი კვირის შემდეგ, სანამ განმეორებით ანალიზი ჩაუტარდებოდა, ამოვედი ტაძარში, აქ იგულისხმება პეტრე-პავლეში. დავესარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან, დაუჯდომელთა ჩემი დარდი გაუზიარე წინამძღვრს. მან დამლოცა და გამომატანა ღვთისმშობლის ხატის კანდელისეთი, რომელიც მსხეთ ჩემს შვილს. ანალიზის პასუხები რომ მოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. სასწაულებრივი სისწრაფით გამოგიჯამრთელდა შვილიო, მახარა ექიმა. არ იცოდ რა მოხდა. ხერხემლიდან აღებული სითხე იყო სულთა, რაც ნიშნავდა, რომ ჩემს შვილს აღარ ქონდა მენინგიტი, აღარც კისრის რიგიდულობა აღენიშნებოდა. ეს იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შენ ხარ ვენახის სასწაული ასკვნის დედა, დიდება ღვთისმშობელო შენ ძალას მადლობა ვხავს ამ წყალობისათვის. ქალაქ მადრიდში, ესპანეთში ემიგრაციაში მომიწია წასვლა. მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის საქართველოდან წავაბრძანეს შენ ხარ ვენახის ხატი. მამა პიროსი და მრევლი დიდი სიხარულით შეხვდა ღვთისმშობლის ხატს. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთმა მორწმუნემ მითხრა, ეს ხატი სასწაულით მოქმედია, ჩემი და სიმსივნისგან განკურნაო. მე ყოველ დღეს ვკითხულობდი დაუჯდომელსო, მადლობა ღვთისმშობელს შეწევნისათვის. ასევე ამ ხატიდან განიკურნა მზიკო სარიკაშვილი თელავიდან. მას ფეხზე ჰქონდა სიმსივნე, სულ ამბობდა შენ ხარ ვენახის ღვთისმშობელა მიშველაო, ამ ხატის დაუჯდომელს კითხულობდა ყოველ დღე. მამაო, შენ ხარ ვენახის ხატთან, ეხლა სხვა გამოცხადებები რო ხდება. შენ ხარ ვენახის ხატთან ვარდისფერი წინვალე ნათება იყო ერთ-ერთ წირვაზე. ეს ვარდისფერი ნათება თქვენთანაც მოდიოდა, ასევე მოდიოდა იასამნისფერი, კანკელის ირგვლივ ანათებდა ღვთისმშობელთან, ლურჯი და იისფერი. ქადაგებისას თქვენს მიტრაზე ინტენსიურად მწვანე ფერი იღვრებოდა. ამდენი წლის დაკვირვებდა და ესე კიდე ამბობს, რომ ღვთისმშობელთან ამ ხატთან ნახე ოქროსფრად კიაფობდა ნათელი. ეს არის ნატალია მოისრაფეშვილი. სხვა მამაო, დღეს ისევ ყვითელი და იისფერი მოდიოდა შენ ხარ ვენახის ხატთან. დღეს პირველად დავინახე იესოს შვარცმასთან წითელი ფერები არ ჩერდებოდა, წლის ფორმით მოდიოდა. ეს უკვე დაუჯდომელის დროს. და ერთ რამეს დააკვირდით, რომ მსგავსი სასწაულები ხდება უპირატესად ამ ტაძარში, სადაც შენ ხარ ვენახია. და წაგიკითხავთ რამოდენიმე სასწაულს, წამსის დროს, რომლითაც იწყება ევქარისტიის კანონი, ანუ სულიწმინდა იწყებს გარდამოსვლას, რა ხდება, როგორ ხედავს ერთ-ერთი თქვენთაგანი, რომელსაც მიაქვს უმძიმესი ჯვარი, უბედურესი ადამიანი, ახლა კონკრეტულად ვერ მომყვები, რომ არ შეიცნოთ ვინ არის ჩვენმა მრევლმა. უმძიმესი ჯვარი მიაქვს. და ნუგეშად ღმერთმა ესმისა, რომ წამსის დროს ეძლევა უჩვეულო გამოცხადება. მხოლოდ წამსის დროს, მხოლოდ ამ ტაძარში, სხვა ტაძრებშიც ყოფილა ჩვენთან წირვებზე, მსგავს ვერაფერს ვერ ხედავს. ამას ცოტა მოგვიანებით წაგიკითხავთ. აი მაგალითად
მრწამსის გალობის დროს გამოჩნდა სამი მანათობელი დისკო. დიდი დისკო ცოტა ხანი იყო, დისკო მიიღო ხატის ფორმა, ხატზე ორი დისკო იყო გადამული, ხატთან ერთად აფრქვევდნენ სხივებს, ნათელს. ერთად თითქოს სუნთქავენ, თითქოს ცოცხალი არსებები არიან. არ ვიცი, ვისი ხატი იყო. სხვაგან ის ერთ-ერთ მსგავს გამოცხადება, რომ პეტრესა და პავლეს ხატი გამოისახა. ზოგჯერ სანთელი ჩდება, ან რომელიმე წმინდანის სახება. ყოველთვის იფრქვევა ნათელი. მერმე გიორგობას წირვის შემდეგ ჯვარზე სამთხვევად მომავალი მთელი მრევლი ვიდექით მარჯვნივ. შეხარვენახის ხატისინ, ანუ ტაძრის მარცხენა ნაწილში. იდგა მხოლოდ და სახელდებითაც ვიტყვი, ჩვენი მრევლია, ნანა გალობლიშვილი და ხატის მინა აირეკლავდა მის გამოსახულებას. ნანას თავი გადახრილი ჰქონდა ხატისკენ, ევედრებოდა თითქოს რაღაცას. ვირძენი როგორ გადმოვიდა ხატიდან ძალა თუ მადლის სიყვარულისა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნანა მიხუტებული ყავდა ღვთისმშობელს. შემდეგ ხატიდან მეორე ნაკადი გადმოვიდა სიყვარულისა და ეს მეორე ნაკადი ეკუთვნოდა მრევლს, რომელიც ნანასთან ერთად ყავდა მიხუტებული ღვთისმშობელს. საერთოდ რომ იცოდეთ, დღესაც წირვაზე და წირვებზე განსაკუთრებით ასევე რომ დაუჯდომელის დროს და უპირატესად წირვებზე ამ ხატიდან ნათელი რომ გადმოდის, ეფინება მრევლს, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელია რომ ზოგჯერ მხოლოდ ზოგიერთებს ეფინება, არა ყველას. ესე იგი მე ვგულისხმობ წინამძღვარი, ვინც გულგრილად დგას და გულს გარეშე ისმის წირვა-ლოცვას, მანზე ღვთისმშობლის კურთხევა არ გადადის. და ვინც გულით არის, ხარობს ღვთისმშობელი მათ მოლოცველობას ის ტაძარში. მამაო 7 იანვარს, ანუ ქრისტეშობას, მაცხოვრიშობის სასწაულო წირვას რომ აღავლენით, წამსის გალობისას დაფარნასთან ერთად ოქროსფერი დიდი დისკო ანათებდა ირგვლივ. შემდეგ დისკომ ოქროსფერი ჯვრის ფორმა მიიღო, 4-ვე კუთხე თანაბარი ჰქონდა, ჯვარი ანათებდა. რამდენი საიდუმლოება და ჩვენ კი ვერ აღვიქვავთ, ვერ ხედავთ ჩვენი სულიერი სიბრმავის გამო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შენხარვენახის ხატს მარჯვენა თვალიდან სხვა ამბობს უკვე. ზდის სრემლი, წინა კვირასაც ზდიოდა სრემლი და წვდიადი იყო ჩამოწოლილი. ამ ხატზე წვდიადი წლების წინ ჩამოწვა ფუკუსიმოში ვიდრე მოხდებოდა, ესე იგი ატომური აფეთქება. თქვენიც მოხდა დიდი მსხვერპლის იყო და ეს მერე გავრცელდა ახლო-მახლო ქვეყნებში, დაავადებები გამოიწვია და სხვა და სხვა. აი იმისინ და გარდა იმისა, ჩვენს ეკლესიაზე იერიში რომ უნდა განახლებულიყო ეპისკოპოს პეტრეს სახით, მიტროპოლიტ პეტრეს სახით და მისი მიმყოლი ლიბერალები, ვინც იყვნენ გრიგოლიები და ასე შემდეგ, რა ტერორიც იყო თქვენ გახსოვთ, ესევე კორონავირუსის წინ ჩამოგნელდა ხატი. ესე იგი, როცა რაღაც დიდი უბედურებები უნდა მოხდეს, საჩვენო თუ საქვეყნო, ეს ხატი გნელდება, აღარ ანათებს. და ეხლა აქ ბევრი ჩანაწერები მაქვს, რომ ჩაბნელებული ხატი ვთქვათ განათდა მხოლოდ წამსის გალობაში, ან განათდა მხოლოდ ქადაგების დროს, ან მაშინ როცა მრევლს ვაზიარებთ. რაღაც ამაღლებულ მომენტებში ნათება, ან ღირს არსე და დანარჩენი არის ჩაბნელებული. აი მაგალითად, მამაო, მინდა მოგახსენოთ, რომ ბრძოლას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შენხარვენახი გაბწყინდა ზიარების დროს. პირველი გაბწყინება როდის იხილეს? ეს მოხდა უკვე მალევე, როცა ხატი შეიქმნა 14 იანვარს. აი დღევანდელ დღეს ნამდვილი ახალი წელი როდის. რავი, თუ გაინტერესებთ გილოცავთ. არის რამე? რა თავარი ყო ის მოგილოცეთ. იმიტომ რომ თავი როგორ გაიგიჟონ ახალ წლებში, ახლა ცოტა ისე კარგად ვერ აღნიშნეს რა, ბათქაბუთხებით კანონი არ აძლევს უფლებას რა, რომ ისროლო წარამარა და მოწამლო ჰაერი. და არამარტო ჰაერი პოლიციელებს ეწვიან სახეში და ერთმანეთს. ისიც მოხდა რომ ერთმანეთს მოარტყეს თვალებში. საავადმყოფოში არიან და რა თქმა უნდა დაბრალდა ხელისუფლებას. მამაო, მინდა მოგახსენოთ, რომ ბრძოლას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შენხარვენახი გაბწყინდა ზიარების დროს. მხოლოდ 8 ნოემბერს წირვის შემდეგ, ჯვარზე მთხვევის შემდეგ, მრევლის შენხარვენახის ხატს ემთხვეოდა. თითოეული ადამიანის მთხვევისას ხატი ნათდებოდა და შემდეგ ქრებოდა. მხოლოდ 3-4 ადამიანის მიახლებისას არ განათდა. ვინ არის 3-4 ადამიანი? ალბათ როგორია, თქვენ მიხვდით უკვე. არ მიიღო ღვთისმშობელმა და არ აკურთხა ისინი. რატო? ჩაიხედო საკუთარ გულში. მამაკაცების მიახლებისას ხატის ნათება კარეთს სდებოდა, ანუ გარეთ გამოდიოდა. ხოლო დედაკაცთა მიახლებისას ხატი კარეთის შიგნიდან ნათდებოდა. მე რომ მივედი ჯვართან, სამთხვევად გონება გამეთიშა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს რომ მივიახლე, უშუალოდ ხატი განათდა და მეხსიერება დამიბრუნდა. მამაო, დიდხუთშაბათს წირვისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შენხარვენახი განათებული იყო, ხოლო საკურთხეველში გამოსახული ღვთისმშობლის ფრესკაზე
შვილი იესო და ანგელოზთა შარავანდედი განათებული იყო. წამსის გალობისას ტრაპეზე ხელმარჯვნივ კუთხეში თუ რაღაც ნახევარსფეროზე მსგავსი რკინის ბადე ხაკის ფერში. წამსის დასრულების შემდეგ მის ადგილზე გამოჩნდა ოქროსფერი მიტრა. დელს რომ ახურავს ქრისტეს ეკლესიის გვირგვინის განასახიერებს. იმავე დღეს 12 სახარების წაკითხვის დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შენ ხარ ვენახი ოქროსფრად გაბწყინდა. მამო ხატი ხან ნათდება, რომელსაც კარედის ჭრილი ახლავს, როდესაც ოქროსად წყინდება, მას არავითარი ჭრილი არ ახლავს. ეხლა აი მაგალითად რა გვითხრეს ცხოველს ყოფილი ვენახის ხატზე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ახლად შექმნილ ხატს ცხოველს ყოფილი ვენახი, რომ აკურთხებდით, დუგლები ვაკურთხებდით ერთად ხარების წინა დღეს აღდგომის სახელობის ტაძარში, რომ აკურთხებდით ხალხის სიმრავლის გამო, გადავედი მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში. ეს ორი ტაძარი, ეს ორი ეკლესია ერთ ტაძარშია თქვენი წინ. და ორი ცელი კარით უკავშირდება ერთმანეთს. მას გადავედი მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში, ანალოგიაზე დაბრძანებულ მამა გაბრიელის ხატთან. იქიდან ღვთისმშობლის ხატს სრულად ვერ ვხედავდი, რომელსაც ვაკურთხებდით ესე იგი. მხოლოდ ვარდის კოკორი დავინახე ხატზე და გამახსენდა თქვენ მიერ ხატისადმი მირთმეული თქვენი იესოს ვარდის კოკორზე დაწერილი თქვენი ლექსიც გამახსენდა. სარწმუნოებრივი ლექსია წაუკითხე ჩვენ ველს, ფიქრობ ახსოვს 2-3 წლის წინ. გული ამიჭუხდა და ცრემლი მომერია. მოვახერხე და აღდგომის ტაძარში გადმოვედი, უკეთ რომ დამენახა ხატი. აღმოჩნდა რომ ვარდის კოკორი ჩანს ჩვილი უფლის შარავანდეთში, ჩვილი იესო კი გულში ყავს ჩაკრული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ასევე ვიფიქრე თქვენ და ხატმწერმა ეს ხატი სამი ხატის შეჯერებით შექმნილი, თუმცა ვარდის კოკორი ღვთისმშობლის ნებით გამოისახა. ორიგინალზე ის არ არის. ახლად შექმნილი ხატის ხილვით გულაჩუქებულმა მთელი ღამე ტილში გავატარე. მეორე დღეს წირვაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თვალებით ცოცხალი და გაფართოებული გუგები მეწამულისფრად მიხილე. წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაბრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შენ ხარ ვენახის ხატი მეზვერისა და ფარისევლის კვირაკის შენო განათებულს ხედავ. რაღაც პერიოდი იყო ჩაბნელებული და აი ამის მერე მეზვერი ფარისევლის შემდეგ როცა დიდმარხვა ახლოვდებოდა განათდა. ახლად შექმნილი ხატი ცხოველს ყოფილი ვენახი რომ აკურთხეთ 6 აპრილს ახალი სტილი. ხარების წინადღეს იმ დღით მწუხრის ლოცვის შემდეგ მრევლი ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატს რომ ემთხვეოდა მედავითნების მახლობლად სათნო გარეგნობის მოხუცი მოძღვარი შევნიშნე და გამიგვირდა რომ თქვენ მრევლს არ წარუდგინეთ ის მოძღვარი, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. ამიტომ დავაკვირდი მაპატე და წმინდა იოანე კრესტიანკის მივამსგავსე. ვეცადე უფრო ახლოს მივსულიყავი მოძღვართან. ვაკვირდებოდი და გავოცდი, როცა ახლოს მოსულა თქვენ შეგიცანით მამარცხი, მაგრამ ამას ომოში გავიაზრე რომ თქვენ გეხართ სინამდვილეში ხატისი. აი ესეთი რამ მოხდა, ფიქრობ ეს ღირსი მამა იყო, რომელიც ესე იგი უღიმოდა მრევლს და ლოცავდა. იმიტომ რომ თუ თქვენ გახსოვთ ჩვენ მრევლს უდიდესი სიყვარული ტრიალებდა, როცა ეს ხატი შემოგზანდა ტაძარში და როცა იკურთხებოდა, სულიერი აღტკინება იყო მრევლისა. ჯერ ერთი აი უშვენიერესია, ადამიანური გაგებითაც კი აღარ ვამბობ, მადლმოსილია. იმავე ხატზე მამაო შაბათს 17 სექტემბერს აღსარებაზე მოვედი ტაძრის მოლოცვის დროს მივიახლე ახლად შექმნილ ხატს ცხოველს ყოფილი ვენახი. ხატის ეხლა რატო ყვები იმ ხატზეც? იმიტომ რომ ეს ხატი შენ ხარ ვენახი, შედის იქ. ერთ-ერთი წყარო იმ ხატის არის ეს ხატის. ესეც იმის დიდებაა. ასევე. მაშინ ესე იგი ახლა შექმნილ ხატს მივიახლე. ხატის ნაკვთები აგრეთვე დიდი მეწამული ფერის თვალები ღვთისმშობლის თითქოს გადიდებული იყო. ხატი იყო კრთალ გამჭვირვალე ნათელში, რომელიც სისველი შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამ სისველეში ბრწყინავდა. თავდაპირველად შენ ხარ ვენახის ხატი რომ შეიქმნა, რა თქმა უნდა ძალიან მიხარობდა, როცა მისგან სასაულები ხდებოდა და ასე შემდეგ და პირველივე იმ დღესვე, როცა შობის წინა დღეს იკურთხა შენ ხარ ვენახის ხატი, მოხდა სასაულები, ზე ათეიზმი, აი ამ წიგნში შესულია ამ კრებულში. ესე იგი ჩვენი მრევლი იყო ძველებს ახსოვთ ჩვენ მრევლს ალექსანდრა ხანდაზმული ადამიანი იყო. დიდი დიღმიდან დადიოდა, თავს იწუხებდა, მიუხედავად სიბერისა და უძლურებისა და ქმარი სულ ლანძღავდა. ესე იგი ეჭხუბებოდა. ორჯერ ხატები გადაუყარა ამის გამო სახლიდან. იყო ათეისტი, მებრძოლი ათეისტი, როგორც იტყვია ხოლმე. და ერთხელ ნახა დაჩუქილი ხატებთან, გამძვინვარდა და გადაუყარა კიდევ ხატები. რაღაც მამაკაცო მე მომიყვა, მამაკაცური შური მქონდა, როგორ უჩოქებს სხვასო, როცა ქმარი ყავს, ნუ უმეც არის იყო გარდა ყველაფრისა და აი ამ დედაკაცმა მაშინ უთხრა, ერთხელ მაინც წამოვყევი ტაძარში და მე თუ შენ რამეს ნახა ვისეც რომ დაგაბრკოლებს როგორც ქმარს, დაგემორჩილები და აღარ წავალ, თუმცა ჩემთვის ეს ტრაგედია იქნება. გამოყვა ეს ქმარი და ისე მოხდა ღვთის განგებულები დაემთხვა ამ ხატის კურთხევის დღე, ქრისტეს შობის წინადღეს.
უდიდესი მადლიში გავკვირვებული იყო როგორი სიყვარულით ეფერებოდნენ ამ ხალხს. ისეთი სიტყვოტრიალება, ურთიერთგაგება, ურთიერთმიტევება უაქტოვანდა და გარდა მაგისა ორი ავადმყოფობისაგან განეკურა, მათ შორის ერთი სამამაკაცო ავადმყოფობა იყო. ამის შემდეგ სურვილი გამოთქვა, რომ იმ ტაძარში სადაც ეს ხატია, ჯვარი დაეწერა და დავწერე ჯვარი. ზოგჯერ დროდადრო კოჭლი იყო თვითონ ფეხი, დროდადრო თავადაც მოდიოდა წირვა მოცვებს. ცოლს რა თქმა უნდა დილით მაგვიწევს ადექი ქალო არ დააგვიანო ტაძარში წირვაზე. ისე მოაქცია ღვთისმშობელმა მარიამმა. მაგრამ როცა ეს სასწაულები მრავლდებოდა, პატარა ბავშვი გამომიგზავნა უფალმა 12-13 წლის და შემომითვა. მამა არჩილს ის კი არ უხაროდეს, რომ ხატიდან სასწაულები ხდებაო. უხაროდეს ის, რომ ჩემი დედის სულიად ახალი სახე, ახალი ხატი შეიქმნა. აი რა უხაროდეს მას. მე ისევ შეხარვენახის ხატზე. მამაო 14 იანვარს, როცა მისი დღე არის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეხარვენახის ხსენების დღეს წირვაზე ღვთისმშობლის ხატზე მთელი წირვის განმავლობაში ხან მწუხრი ჩამოწვეობდა ხოლმე და ხალხი გადაიწმინდებოდა და ანათებდა. წირვის შემდეგ მამები ხატთან დაუშდომელს რომ მიხდიდით, ხატი გამწირდა. ცხოველს ყოფილვენახზე შაბათს წურზე ჯვარცმასთან მდგომი თავდახრილი ვისმენდი ლოცვას და იმ დროს ვიგრძენით დიდი ნათება. ავწიე თავი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოველს ყოფილ ხატზე მზის დისკო ვიხილე იმ ადგილას, სადაც წმინდა ბარძიმია გამოსახული. ხატი მთლიანად იყო განათებული და ხატის სივრცე ჯვარცმამდე ასევე განათებული, გაელვარებული იყო. აქედან ნათელი ხშირად მრევლს ეფინება, თუმცა არა ყველას, როგორც გითხარი. მამაო ევსტატი მცხეთელის ხსენების დღეს წირვის დროს ღვთისმშობლის ხატის შეხარვენახი სამჯერ განათა. როდესაც ბარძიმ ფეშხუმი გამოაბრძანეთ და შემდეგ როდესაც დაიწყო გალობა, შენ გიგალობ, შენ გაგურთხებ. ზისფრად, მეწამულისფრად და ისევ მზისფრად გაბრწყინდა. მამა გაბრიელის ხატის შარავანდედის ზედა ნაწილმა, რომელსაც ჩარჩოს ხაზი გადაკვეთს, დაიწყო ციმციმი ამ დროს, როცა ხატიდან ნათება გამოდიოდა. შარავანდედის გადამკვეთი ხაზი პირველად გაწილდა, შემდეგ გაშვა და ასე მონაცვლეოდ იცვლიდა ფერს, სანამ არ დასრულდა ლოცვა. წირვის დასრულების შემდეგ თქვენი ქადაგების დროს შენხარვენახის ხატი განათდა ქადაგების დასასრულამდე. ქადაგების დასრულების შემდეგ ხატზე ისევ წყვდიადი ჩამოწვა და ასე შემდეგ. ხوار მორჩეთ, თუ კიდე წავიკითხო, მე მგონი საკმარისი არის. რა თქმა უნდა, როცა მე ამას გიკითხავ, მე ვგულისხმობ, უკვე 44 წელია ამის მდელი ვარ, კრიტიკოსები და ლირიკოსების გამომიჩნდებიან, რომ აი ხილშია მამა არჩილი ბრეული შეყავ ხილში და ასეთ ხილში მამყოფა და გამყოფა სიცოცხლის დასასრულამდე. რომელსაც ღვთისმშობლის წყალობა და სიყვარული ქვია სხვაგვარად. თქვენ სიტყვით ჩემზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ უფალი რა სიტყვის ჩვენზე, ეს ძალზე და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი საკითხვა მინდოდა და გადაგალოთ თან დაუჯდომელი და აგვავლინოთ მოძღვრებმა თქვენთან ერთად შენხარვენახის ხატთან, ამიტომ ერთხელ წაგიკითხავთ. 2006 წლის ნოემბერში ტელეკომპანია იმედმა სატელევიზიო პროგრამა დროების ეთერით საგანგებო სიუჟეტი მიუსმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასაუთმოქმედ ხატს შენხარვენახი. მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარს, სადაც ხატი იყო დასვენებული, ზღვა ხალხი მოაწნა. ადგილობრივი მრავალრიცხოვანი მრევლი მოსულება გადალექეს და წირვალოსთვის მყუდროდ მოსმენა საძნელო შეიქმნა. იმიტომ რომ სულიერად ველური ხალხი მოაწნა აქ. ზოგი ცნობის მოყარეობით, ზოგი კურნევის სურვილით და სხვადასხვა. ადგილობრივი მრავალრიცხოვანი მრევლი მოსულება გადალექეს და წირვალოსთვის მყუდროდ მოსმენა საძნელო შეიქმნა. არ დავმალა და ვიტყვი მეც გადავიქანცე, დაუზღურდი განუწყვეტელი პარაკლისების, ქადაგებებისა და აკუსული აურაცხელი ადამიანის ეთისხები. აღარას ვიტყვი წირვალოცვაზე, ასარებაზე, პანაშვიდებზე, საუბრებზე და სხვადასხვა ხასიათის სახურებებზე და აღმომაშა რომ თურმე მაქვს შაქარი. აი ეს დამეწყო ამ გადაღილობის პერიოდში. ასე გრძელდებოდა 3 კვირა. ბოლოს დაღალულმა ვეღარ ვხედავდი რა გამოსავალს, უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მორიდებით მიმართეთ. თქვენ ხედავთ ჩემს დაუძლურებას, შემეწიენით როგორ აქაც უცხით. ამ ლოცვიდან 2 დღის შემდგომ პატრიარქთან მოხვდი. საუბრის დროს მისმა უწმინდესობა მოულოდნელად კურთხევა მომცა, რომ შენხარვენახის ხატი ყოვლადწმინდა სამების დიდ ტაძარში, საკათედრო ტაძარში გადამესვენებინა. ალბათ მის ლოცვა კურთხევას საფუძველი ჰქონდა, მე კი მოწყენილობა დამეუფლა. პატრიარქმა ახალი აგებული ჰქონდა ამასთან უკვე ნაკურთხი აღდგომის სახელობის ტაძარი. ჯერ კიდევ არ იყო მოწამეთა ტაძარი და მამა გაბრიელის. მოწყენილობა დამეუფლა ამ კურთხევაზე. პატრიარქმა შანსი შემამჩნია და მიზეზს ამეკითხა, რატომ ახარო მოწყენილი.
მეც უპასუხე რომ მიჭირდა ღვთისმშობლის ხატთან განშორება შენსთან გამოყევიო მოხეურად მე თან გამაიყევიო და ვერ მივხვდი რა ვის გავყვე მეთქი და ღვთისმშობელს გამოყევიო იმას ეგუნა რომ რატო უნდა პატრიარქი არა ვარ მინდა გადაგიყვან მინდა არ გადაგიყვან რა უნდა მეთქო მოვიდებით ხო ხატს გამოვასვენებ თუ შეიძლება მე დავრჩები თუნდა აბსოლუტურად რომ წინამძღვარი ვიყო მეორე მესამე მღვდელი ყოველ დამტოვე თავს იკლავენ ბლების ნაწილი იქ გადავიდე რატომ ხომ მივხვდით უკვე დიდუბესე მოგიყევით მე ალბათ პარალელს გაავლევთ მაშინ პატრიარქმა ეს გამითხრა რომ შაბათობით მაინც მოდი ამ ხატარაკი გადაასვენებ და დაუჯდომელი გადაიხადო უამრავი სხვა ხალხი მოდიოდა იქ მაგრამ შევხედე მღვდლების შური ღვაწლი და სიბერეში ვართან დაავადებული ამათი თავი არ მაქვს მეთქი და შეწყვიტე იქ სიარული გულახდილად რომ გითხრათ მაგრამ რა მოხდა ამ ხატთან დაკავშირებით რომელიც 3 წელი იყო გადასვენებული სამების ტაძარში ახლა გეტყვი ჯერ ერთი იმგვარმა მღვდლებმა ალბათ მათი დამსახურებაც არის ჯერ მინა ჩაუტეხეს კვირაზე მეტი ჩატეხილი ქონდა ბინა თავს იკლავდნენ ამ ხატის გადასვენებას ადგა და ჩემმა სულიერმა შვილმა რომ ნახა შეეცოდა და ჩაუსვა მინა თვითონ ხელოსანი მიიყვანა მერმე ესე იგი ეს ხატი პატრიარქს კურთხევი წინ დასვენდა საკურთხეველს ნელ-ნელა გადაიტანეს სადაც ბოლოში მიმალულში მოაქციეს ეგ ხდებოდა იმ ტაძარში ჩემბულში წუხარება ღრმავდებოდა და აი ნახეთ რა მოხდა ამასობაში მოკლედ ღიმილი დაზინა შენს თან გამოყევიო ამაზე კიდე უფრო შევწვიდა მხოლოდ რომ მოციქულთა ტაძარში დავეტოვებინა პატრიარქის სულგრძელები თავად მოციქულთა თავთა ტაძარში დავრჩი ხატი კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სადღესასწაულო წუხრის ლოცვისთვის სამების საკათედრო ტაძარში გადავასვენენ მრევლთან ერთად რომელთაგან ერთი ხარობდნენ შენ ხარ ვენახის საკათედრო ტაძარში გადასვენება ჩვენი მრევლიდან ხოლო უმეტესი ნაწილი კი დაღურმელი ტირლით აცილებდა ხატს ასევე მათგან ზოგიერთი საყედურობდა რომ მეც არ გადავყევი ხატს რატომ არ გადაყევი დიდ ტაძარში გარეთ გომა ხომ აღარ მოგვიწევდაო პეტრე პავლეში უამინდობაში წვიმაში გავწვალდითო პეტრე პავლეს ეკლესიაში მჭიდროვითა და გარეთ გომითო და სხვა მართალია სხვები ჩემსავით განიზდიდნენ ხატთან განშორებას მაგრამ ნუგეშად ის რჩებოდათ რომ ძველ ტაძარში დარჩნენ და მოძღვარით გვერდით ყავდათ დიახ არსებობს პატრიოტიზმი არა მარტო სამშობლოსი არამედ ტაძრისა ხატისა მოძღვრისა მრევლისა და ასე შემდეგ არ დავფარავ და ვიტყვით რომ ხატს მრევლთაგან ზოგიერთი მათ შორის ისინი ვინც ამ ხატს თავის დროზე განეკურნა სნეულებისაგან წირვალოსთვის დროს სულერთიანად სრევლით დაფარულს ხედავდნენ ვიდრე ეს ხატი მოციქულთა ტაძრიდან გადასვენდებოდა და ასევე სანამ ესე იგი მაგურთხებდნენ გადასვენებაზე ეს ხატი ტიროდა და რას ტიროდა მერე მივხვდით და ასევე ამ 3 წლის განმავლობაში იარებოდნენ რა დროდადრო სამების ტაძარში ხატთან მოსალოცად ღვთისმშობელს დაღვრემილს აღიქვავდნენ თითქოს დანაღვლიანებულს ასეთივე განწყობა ჰქონდა მრევლის ერთ ნაწილს და აი 2009 წლის დამდეგისთვის ვიდრე შენ ხარ ვენახის ხატის დღესასწაული დადგებოდა საეკლესიო სტილით ესე იგი 1 იანვარს ანუ ამ ხატის დღესასწაული რომ არის ჩემთან მოდის ერთ-ერთი მრევლთაგანი ეხლა უკვე ხმამაღლა შეიძლება თქვა ვინ არის ეფემია ლეილა წრიალაშვილი რომელიც მე დისკიმაში აღიკვეცა და 2 წლით გარდაიცვალა რომელიც განგრენისგან განკურნა ამ ხატმა რომელსაც გრძნობელობანი ჰქონდა წინასწარმეტყველური აზრები და ასე შემდეგ მათ შორის ზრდნობდა ავადმყოფობას აი მე სახლში შევინახე მისი დიაგნოსტიკა ზედმიწევნით რა მაქვს დაავადებული ზედმიწევნით მილიმეტრებში მითხრა ჩაწერილი მაქვს ფიქრობდი კიდეც რომ ხომ არ წავიღო და წაუკითხო მეთქი მაგრამ ძალიან გაგრძელდებოდა საუბარი და სახლში მაქვს არქივში შენახული მოკლედ მე რა მოხდა ამარო დიაგნოზი დამისვა აი ეს შემოხედა და გეტყოდა ყველაფერს საგანგებო წავედი ესე იგი ინფექციურ საავადმყოფოში პავლოვზე რომ არის ჩემ მეზობელი განყოფილების გამგია ერთ-ერთი იმ დაწესებულების გამიკეთეს ეს გამოკვლევები ყველანაირი ეკოსკოპიაც ანალიზები და სხვა ბოლოს და ორივე მორწმუნე იყო ეკლესიურები და ბოლოს ესე იგი აიღეს რომ წამიკითხო შედეგი რა არის ამ ყველაფერს მე ვთქვი ცოტა ხანი შეიძლება დამელოდი გავუყიდეთ რატომ ამოვიღე და წაუკითხეს და შეხვდნენ საიდან იცით მამაო გამომართვეს და ადარებენ ერთმანეთს ამ თქვენ რა კი მორწმუნეები ხართ ეკლესიური გაიგებთ მეთქი ასეთი ღვთისმიერი ადამიანია და იმან უკვე დამისვა დიაგნოზი უბრალოდ თქვენთან მოვედი გადასამოწმებლად მეთქი და ერთ-ერთი შემთხვევა ყველაფერი ეს ის არის ერთი მათგანი როდესაც კურიერში იყო სასაუწმოქმედ ხატებზე გადაცემა მეც მიმიწვიეს ხატთან ერთად და წავიყვანე 2 მათგანი ეს
დედა ეფემია, რომელიც ჯერ ერისკალი იყო და ჩვენი ნათელა გაბიდაშვილი. ერთი განგრენისგან მოარჩინა, მეორე ავთვისებიანი სიმსივნისგან. ნათელაზე ცალკე ორიოდე სიტყვით ვიტყვი. თუ არ დაგალე, თუ დავღალე, დავასრულე. მას მოდის ეს დედა ეფემია ჯერ კიდევ ერისკალი, რომელიც თავის დროზე ამ ხატის მადლით უმძიმესი სნეულებებისაგან განიკურნა და მორიდებით მეუბნება, რომ შენ ხარ მენახის ხატი პეტრე პავლეს ტაძარში ითხოვსო დაბრუნებას. მისი ნათქვამი მეუცნავრა, რადგან თავადაც გულში იგივე ფიქრები მიტრიალებდა, რომ ვეძებდი სიტყვებს, როგორ მივდგომოდი პატრიარქს, რომ მეთხოვა უკან დამებრუნება, თან შეურაცხყოფილი იყო უკვე ტაძარში. საკმაოდ და მიგდებული სადღაც კუთხეში მაპატიოს ხატმა. მისი ნათქვამი მეუცნავრა, იმიტომ რომ გულში იგივე აზრები მიტრიალებდა. ამ საუბრიდან დაახლოებით მესამე დღეს ვხედავ სიზმრებულ ჩვენებას. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში წმინდა ტრაპეზის წინ დგავარ და საღვთო ლიტურგიას აღვავლენ. ტრაპეზის მარჯვენით, სადაც ჩვეულებისაებრ ღვთის ანგელოზით განსხოლმე წირვისას, ეპისკოპოსის ხომ გამოცხადების წიგნში ეკლესიის ანგელოზად არის მოხსენებული, ჩვენი პატრიარქი დგას, ვხედავ მოვლოდნელად. ხელში კვერთხი უყრია და ღიმილით მეკითხება, რაზეც მოგიწყენიაო? მე ვპასუხობ, შენ ხარ ვენახის ღვთისმშობელთან განშორება მიჭირს მეთქი. ეგ ადვილი გამოსასწორებელიო, სიზმრად მეუბნება. მან უგეშებს პატრიარქი. ამ სიტყვებზე მოუხმო თავის მდივანს დეკანოს მიქაელ მოტყოველს, რომელიც საკურთხეველში შემოვიდა და ლოცვა კურთხევა მისცა, შენ ხარ ვენახის ხატი სასწრაფოდ გადმოსვენდეს უკან პეტრე პავლეს ტაძარშიო. ეს იყო სიზმრად. იმავ დილით ჩემთან მოდის ბრევლის სხვა წევრი, ნათელა გაბიტაშვილი და იგივეს მეუბნება, რასაც ეფემია. ოღონდ მისგან დამოუკიდებლად. მე ჯერ არავის მომხელა, რაც მოგითხრეთ. ნათელა სიკვდილისაგან იხსნა ამ ხატის ძალამ, რამოდენიმე წლის წინ მას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და მძიმედყოფი ოპერაციის წინათ დღეს მოციქულთა ტაძარში შენ ხარ ვენახის ხატამ პარაკლისისთვის შვილება ხელებზე დასვენებული მომიყვანეს. თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაერა, მაგრამ მკურნალმა ექიმამ მხოლოდ ერთი თვის სიცოცხლე აღმოთქვეს. მიულოცოთ 23 წლის გახდა. იცილეს ხოლმე ორი დაბადების დღე მაქვს. ერთი ისო და მეორე ეს შენ ხარ ვენახიდან. ადამიანი რომელიც უნდა მომკვდარიყო ერთ თვეში 23 დიდხანს სიცოცხლეს თვისშობლის მოწმეთ დედამიწაზე. რომელსაც მუშტის ოდენა აქვს მოჭრილი ტვინი. გესმით თქვენ და არა თუ არ გარდაიცვალა, ფუნქციები არ დაერღვა ტვინის. თქვენ იცით რომ ორი ნახევარსფეროსგან შედგება ტვინი, მარჯვენა ყველას თავის ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ტვინი არ აქვს, ეს უფრო ჭკვიანია ვიდრე თქვენ რომ გონიათ რომ ტვინი გაქვთ. უტვინებს. ხო, ერთი სიტყვით, ესე ცოცხალი სასწაულია მისთავს. ეგეც არ არის ყველაფერი. მოდი აქვე გავამხე. რატო იღებს განსაკუთრებულად ავადმყოფებს. გავიდა საკმაო ხანი და იმ მრევლის ერთი წევრი მოვიდა, მე ორი ერთად მოვიდა, კიდევ ერთი მოვიდა და მთხოვე რომ ნათელასთან რო კარგად უცნობ თავს, ერთმანეთს რა აი ტყიო და ხელი დამადო და საოცრება მოხდა, კარგად ვიგრძენი თავი. თუ შეიძლება ლოცვა კურთხევა მიეცით, რომ მიიღოს ავადმყოფები. გავყარა ყველა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. დაახლოებით 3 წლის წინ აგვისტო იყო გათენებისას, იმიტომ რომ გავიღვიძე პირველი რაც გავაკეთე საათი ვნახე. დილის 5 საათი იყო, სიზმრებულ ჩვენებაში მესმის ხმა, ვერავის ვერ ვხედავ, შორიდან ისმის ეკოსავით. მამაო არჩი, დღეს დილით ნათელა გაბიტაშვილს გამოგიგზავნა. ლოცვა კურთხევა მიეცი ავადმყოფების მიღებაზე. ჩემგან აქვს ეს ნიჭი. თვალები დაგჭა ღია. დავიმახსოვრე, გავიაზრე რა თქმა უნდა. და იმ დილით მოცუნსულდა ნათელა. ალბომის ტაძარში ვზივა, მოდის და ტირის. მამაო და გამოთქვი მეთქი რა სამო, იმიტომ რომ ტილისგან ველაპარაკობდა ხერია. დავში გვერდზე და ღვთისმშობელმა მარიამმა მითხრა, რომ ერთხელ თურმე გამოუგზავნია და ვერ გაბედა ჩემთან ბუა ვარ. ვერ გაბედა ჩემთან მოსვლა. და თუ კიდევ არ მიხვა, იცოდე რომ დაღში და მე თუ დაღში ნათელა, ვერავინ ვერ გიშველის. წადი მამა არჩილთა. ეხლა მე ხომ ვნახე ჩვენებით და ღვთისმშობელი შევიცანი და ესე იგი არ უთხარი რაც მიბრძანა ღვთისმშობელო, მაგრამ კურთხევა მივეცი. კარგი, მოდი ასე გავაკეთო. ერთი რვეული აიღე, მიიღე ავადმყოფები, ოღონდ ჩამიწერო მან და შენ ვინ მოვიდა რა დაავადებით და რისგან განიკურნა. როცა ეს რვეული გაავსო და კაი 2-3 თვე გავიდა, მაშინ მოუყევი, რატომ მივეცი ლოცვა კურთხევა. თუმცა არის უჩვეულო შემთხვევები. ერთი და იმავე ავადმყოფობით მიდიან ადამიანები, ერთნი იკურნებიან, მეორე ალბათ მე ვფიქრობ, ვინც რწმენით მიდის და ნდობით, ის იღებს წყალობას და როგორც ღვთისმშობელი ყველაზე არ აფრქვებს ნათელს, ისე მისი ხელიდანაც არ აძლევს კურნებას ნათელასი ღვთისმშობელი მარიამი. ისე რომ თუ არ განიკურნეთ,
საკუთარ თავს დააბრუნეთ, დააბრალეთ. და პირველი სასწაული თვითონ ეგ არის. რაც აღასრულა ღვთისმშობელმა მასა. შენ ხარ მენახის ხატის მადლით. რაღაცებს გამოვტოვებ, რომ არ დაგღალოთ. გავბედე ამ ყოველივე შემდეგ არის 2 საათი. დავითი გავბედე და ღვთისა და ღვთისმშობლის 2 საათზე დავიბარე, ჩვენ ბრელს მამა გარდაეცვალა, ვიფიქრე რომ მორჩენელი იქნებოდა და მორჩენელი ქადაგებარ დამისვლებე დაუსწრებელია გადასახად. მამა იოანეს ხო გადავუხადოს პანაშვიდი. გავბედე და ღვთისა და ღვთისმშობლის ნებას მინებებული იმავ დილით პატრიარქს ვიახლე ამ სიზღვრეული ჩვენების შემდეგ, ამ გაფრთხილებების და ასე შემდეგ. გავანდე ყოველივე რაც თქვენ მოგითხრეთ და დავეკითხე, რა კი გაქვთ ყოვლადწმინდა ითხოვს უკან დაბრუნებას, შესაძლებელი თუ არის ხატის მოციქულთა ტაძარში გადმოსვენება მეთქი უკან. მისი უწმინდესობა ერთხელ ჩაფიქრდა და შემდეგ მითხრა, შესაძლებელიაო, გახარებული წავედი ტაძარში და ჩვენი ბრევლის ვაჟებს ხატის ასლი ამასობაში დავაწერი, ის რომ გადასვენდა, მისი ასლი დავხატეთ აქ, დავაწერინე და რა კი კურთხევა მომცა, ეს ასლი გადაუსვენე და ორიგინალი სახეზია როგორც იტყვიან. მას ორიგინალი როგორც წინამძღვარმა გარკვეული მოსაზრებით დროებით აღდგომის ტაძარში დავასვენე. თავიდან ხო აქ ესვენა. მაგრამ რატომაც ის ტაძარი ავაგე ახალი იყო, ეს ტაძარიც იკურთხება ამ ხატის მადლით, იქ დავასვენე, მაგრამ ღვთისმშობელმა არ მოიწონა. მაგრამ ღვთისდედამ კვლავ გამოხატა თავისი უწინდელი სურვილი მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაგვებრუნებინა. ეს კი ამგვარად მოხდა. ერთი რამ კიდევ. რა კი ჩვენთან ბრევლი იზრდებოდა და არათუ ტაძარში ეზოშიც ძნელად ეტეოდნენ, სურვილი გამეშთა, რომ ეს ძველი ტაძარი, რომ ბზარებია, კაიმილებია, გაყრილი, იქაც ხონდა ის მოვაჭრეინე, ეხლა ბათქაში აქ წასული და ფერი დაარჩანს, თორე დიდი ბზარები ერთხელ პატრიარქის წირვაზე იყო პეტრე-კოლის თქვა კიდეს საშიშიაო, თავზე არ დაგემყოფეს ის. პატრიარქს ხოვე რა ბზარების დიდია, იმიტომ რომ ტაძარი იქამდე იყო აშენებული, შემდეგ მოაშენეს და არამკეთობა, არაპროფესიონალურმა მრევლმა ააშენა და არ არის მკვიდრად ნაგები და ღმერთი თუინებს მკვიდრად ნაგები კი არა, ესე იგი ბათუსალასავით 900 წელიწადი კიდევ იდგება ეს ტაძარი. ეს გამორჩა ყველაზე არსებითი. და პატრიარქს მიახლე და ვთხოვე რომ თუ შეიძლება დავარღვევ მეთქი ამ ტაძარს ახალი, უფრო დიდ სავაშენით, თან მქონდა რომ ქორედები, აი როგორც აქ უკან ამ ტაძარს, ქორედები გვერდზეც გამეკეთებინა საკურთხევლამდე, რომ მეტი ხალხი დატეულიყო ტაძარშიც, ქორედებზეც და ეზოშიც. რამენაირად ესე იგი დამეტია ბრევლიდან. პატრიარქმა გაუცევით კითხა, კონსულ, როგორ შეიძლება ეკლესიის დარღვევა? მე ვუთხარი, აი ამის გამო მეთქი და თან ხო ახალი უნდა არ მაგურთხა. უფალმა გამოგზავნა ბავშვი და მითხრა, მამა არჩილმა რამდენი ტაძარიც არ უნდა აგოს და 3 ავაგეთ აქ და ერთი ესე იგი იყალთოს გორაზე კიდევ ჯვართამაღლების ტაძარი. რამდენი ტაძარიც არ უნდა აგოს, გადაეციო. ყველაზე უფრო მადლიანი ეს ძველი ტაძარია პეტრესი და პავლესი. რატომ? არ ვიცით. ეხლა ერთ-ერთი მიზეზი რა არის? აქ იატაკს რომ ცვლიდი, საკმაოდ დიდი ხნის წინ აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ტაძრის ქვევით კიდევ ტაძარი ყოფილა. ფარული ტაძარი. კანკელი შემორჩენილია დღემდე. და მე აქ მოხუცმა გვითხრა ამობნიდან, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, როდესაც დაიმუქრა, რომ ბოლო მოხდეთ ტელევიზორში გაჩვენებთ, ანუ შეწყვეტ სო ეკლესია არსებობას და თვითონ შეწყვიტა, თუ გახსოვთ. და როგორ შეწყვიტა? ამ უგუნურმა დღეც გახსოვთ. აი მაშინ დევნა როცა იყო, აქ ჩავდიოდით და ჩუმად ვეზიარებოდით ხოლმეო. ითხრა ამ მოხუცებულმა დედაკაცმა. ესეც მადლმოსილების ერთი ნიშანია. გარდა მაგისა, ამ ტაძრის შორი ახლოს დაკრძალული იყო ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე დედოფალი ალექსანდრე ერთ-ერთი ქალიშვილი. ამაზე წიგნიც გამოვეცი, ახლა ბევრი ითხოვდა და ხელახლა გამოვეცი, ჯვარი დამოთმინება ქვია ნიკოლოზ მეორე. ასეთი სათაურია, სად დასაბუთებული არის სხვადასხვა წყარომარჩევლის ექსპერტიზებით, რომ არც ნიკოლოზ მეორე და არც მისი ოჯახი არ დაუხრეს, დაახვითეს მხოლოდ ორეული ნათესავი. იოსებ ჯუღაშვილმა, სტალინმა ისინი ჩამოიყვანა საქართველოში. ეს დედოფალი ცხოვრობდა თბილისში, შვილებიც ხშირად აქ იყვნენ. თავად ნიკოლოზ მეორე, რომელსაც დადიოდა იქ ტაძარში და ბრელში ეძახა, ყველა მიცოდა რომ ის იმპერატორი იყო, ეძახა და აღიკვეცა ბერად ბოლოს, ეძახა სტარეც მიხაილ. აი საფლავზეც ასე ეწერა. მისი დაბადების და გარდაცვალების წლები ემთხვევა
სახელი წერია არა ნიკოლოზ, იმიტომ რომ დროს დევნა იყო, ათეიზმი იყო, კოდური სახელები ჰქონდათ მის მეუღლესაც და მის შვილებსაც. საგანგებოდ ეწერა სტარեց მიხაელ და რუსეთის ხელისუფლებამ შევარდნაძე რენეგატი როცა გამოგზავნა საქართველოში, აქედან გადაასვენეს ვითომ როგორც მისი ძმა. სინამდვილეში იმ წიგნში წერია, მისი ძმა გარდაიცვალა კავკასიის მთებში, რომელსაც ჰქონდა ველური დივიზია შექმნილი სამეფო საკანძურის დასაცავად და გადაიჩეხა. ხევში დღემდე არ იციან სად არის მისი სხეული. სინამდვილეში უბრალოდ არ გაამჟღავნეს და კენიგსბერგის ციხეში გადაასვენეს სამეფო სათვალეში, დაასვენეს ნიკოლოზ მეორე. ეს ერთ-ერთი მიზეზი მადლმოსილების. აი მან შემოსასვლელში რომ არის დაკრძალული მამა გიორგი ტერზიევი, დეკანოსი წინამძღვარი იყო მაშინ, ალექსანდრა დედოფლის სულიერი მოძღვარი იყო. თავად მე ეს გავიკე, როდესაც აქ გადმომიყვანა თავდაპირველად პატრიარქმა, რუსიმრევლი იყო, გარუსებული იყო ეს ეკლესია და ერთ-ერთმა დედაკაცმა ითხოვა ჩემთან მოსვლა, 2-3 ჯერ იყო აღსარებას და როცა მძიმედ შეიკრა და მალე გარდაიცვალა, არ მინდა საფლავში წავიღო ჩემი საიდუმლოებაო და აი მხოლოდ ჩემს მოვლენს გაუმჟღავნე და მინდა რომ თქვენ გენდობით როგორც მოძღვარსო გარდაცვლილია და ამიტომ ვლაპარაკობ ხმამაღალ წიგნში დაიწერა გაგემხილოთ და მომეყვა ალექსანდრა დედოფლის საიდუმლოებაზე რომელიც ამრევლში დადიოდა და ბინა მამა გიორგი თავისთან ნაძალადებში აუგო სოლსაც კი არ უთხრა ვინ იყო სულ ეჭვებოდა სული ვინ არის ეს ქალი რატომ მოიყვანე აქ ხოვერეთყო და დედოფალი ან კი დაიჭერებდა მიუწვდომელი რაღაც არის რადგან ოფიციალურად ბოლშევიკებმა გაავრცელეს, რომ ის იქნა დახვრეტილი სხვადასხვა მიზეზების გამოისვით, როგორც მათ ხელისუფლებას უკავშირდებოდა ეს. აქ არის იყო ესეთი უფოლოგი, თალეშონია, ეხლა უფოლოგი ჩვენთვის ავტორიტეტი არ არის, მაგრამ მაინც ყურადსაღებია რას თქვა. 1-2 იყო ამ ტაძარში და მე დამლაგებელმა მითხრა, თქვენთან შეხვედრა უნდა ამასთან კეთილი. შევხვდი ჩვენ ტაძარში და მეკითხება, რა არის ამ ტაძარში განსაკუთრებული ან მოწამის ნაწილი, მე ვთქვი, ნაწილი ყველა ტაძარშია მეთქი არა, რაღაც განსაკუთრებული. რატომ ეკითხები მეთქი? აპარატურა ქონდა ულტრათანამედროვე, რომელიც ენერგიას ზომავს. ის მადლს კი არ ეძახდა ენერგიას. მე ვთქვი, შენ რასაც ენერგიას ეძახი, მაგას საფრთხე ძალა და ესე თიური ენერგიები ქვია, ანუ მადლი მეთქი და ისეთივე დიდი ენერგია იგრძნობა ამ ტაძარში, სწორედ ამაში. უამრავ ტაძარში ვარ ნამყოფი, დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ რუსეთში ვყოფ. რაც მაგალითად ჯვრის მონასტერში შეიგრძნობა მადლი, რაც ალავერტში შეიგრძნობა და 1-2 ტაძარი ახსენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ენერგია, როგორც თავის ენაზე ამბობ. ისეთივე შეიგრძნობა და მიგოს აი რითია გამორჩეული ეს ტაძარი. სასაფლაოზე დგას, გარედან სოფლის კლუბს გავს და არავინ განსაკუთრებით თითქოს არ არის აქ ისეთი დაკრძალული. მე მოვყვები რამოდენიმე გარემოებაზე ველაპარაკე, რისგანო შეიძლება იყოს. არის ესეთი ვარაუდიც, რომ დავით გარეჯელმა როცა თბილისი დატოვა და ჯოჯოსთაზე გადმოვიდა, აი აქაც ულოცია ამ ტაძარში. ანუ ამ წმინდა მამასაც ფეხი დაუდგავს და ვინ არის დავით გარეჯელი? იერუსალიმის მადლი მოქონდა პილიგრიმობის შემდგომ, თუ გახსოვთ. და დააწია გამოცხადებით პატრიარქ ჩვენება ქონდა იერუსალიმის, ეს სამი ქვა თუ ლოცვით წაიღო ივერიაშიო, მთელი მადლი იერუსალიმის წმინდა მიწის გადაინაცვლებს ღვთისმშობლის ერქვა ივერიაში. 2 გაატოვებინე და 1 გაატანეოდა, მალებს ხოლი გაგზავნა პატრიარქმა, წამოეწინენ მამა დავითს და ეს მადლის სხვა ქვია დღეს ამას. აი ესეთ მადლმოსილ ადამიანს ვარაუდი არის, დაუდგავს აქ ფეხი. ნუ მე უფრო კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვილითა, ესე პირითა, ყრმათა, მწვავართა დამწყიცე ქებაიშენი ქრისტეზია ნათქვამი ფსალმუნებში. ესე იგი, ბავშვის პირით დაამოწმა ჭეშმარიტება. რამდენი ტაძარიც არ უნდა აგოს მამა არჩილმა, ამაზე მადლმოსილი არა თუ არ იქნება, ერთად აღებული არ იქნებაო. და იმ დღიდან რა თქმა უნდა თავიდან ამოვიგდე, რომ ახალი ტაძარი ამეფუ აქ. რა ვიცი, თუ სიშლეგეში არ ჩამომართმევთ, ჩვენი მრევლის ერთი ნაწილი ჩვენთან ერთად მეორედ მოსვლას შესაძლოა სწორედ ამ ტაძარში შეხვდეთ. ეხლა კი რა თქმა უნდა ჩვენი არაეკლესიური და ფსევდოლიბერალი მსმენელ მნახველები იყვნენ გარეკა მამა არჩილო. მე და ასე გამარეგინა მთელი ცხოვრება. გულახდილად გეტყვით. და თქვენ რა სიტყვით ჩემზე, ეს არანაირად არ არის საინტერესო. კოკასაში რაც ადგას, იგივე წარმოდგენებს. შინაგანი კაცი როგორიც გავს, რამ სოფხედველობას გავს, იგივეს ილაპარაკებ ბენით რა თქმა უნდა. ვინ იცის?
კი ზოგიერთები ოცნებობა ძალიან შორს არის რაც დღეს მამებმა ჭერადროს მეორე მუდმივად გითხრით უამრავი ლიტერატურა ევროკავშირის შექმნა არის ყველაზე დიდი გლობალური ნიშანი რომ მოახდინა მეორედ მოსვლა და ის მოვლენები რაც ხდება დღეს დედამიწაზე რომელიც მიემართება სამწუხაროდ დიდი გლობალური მესამე მსოფლიო ომისკენ რომელიც საბოლოოდ დასრულდება წმინდა მიწაზე თაბორის მთისძირში არმაგედონის ველზე როგორც აღწერილი არის აპოკალიფსში წმინდა იპოლიტე რომაელთან და არაერთ წმინდა მამასთან. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ეს ხატი იქნა გადმოსმენებული ამ ტაძარში დავასვენეთ აღლუმის არინება და დამაბრუნებინა ისევ პეტრე პავლეს ეკლესია. ეს ერთი მხოლოდ ღმერთმა იცის. აი ამას, რაც ეხლა გითხარით, შეიძლება დავუკავშიროთ ეს. ეს ხატი, როდესაც იწერებოდა, არავინ არ იცოდა, მხოლოდ მე და ირაკლი, მეზობლები ვიყავით იყალთოს გორაზე. და როცა აკურთხებ მეთქი, როცა ხატავ, არ ხატავ, ზეწარი გადა, სულ შვილმაც კი არ ნახო, არავინ არ ნახოს რა იხატება მეთქი. როცა აკურთხა და დამირეკა და მითხრა როგორც ზეწარი გადააფარე მეთქი და ჩემთან გადმოასვენა სახლში. ესე იგი, როცა ახადა, ეს არის ისეთი ხატის ლოგი, რომ შეხედა კურთხევად სამგზა, ისეთი მადლმოსილია, ესეთი შთაბეჭდილება დატოვა ამ ხატმა ჩემზე და გადავწყვიტე მეორე დილას პატრიარქთან მომესვენებინა საპატრიარქოში, რომ დაელოცა ეს ხატი. უკვე მიუახლოვდეს საპატრიარქოს და ვიღაცა მიბრძანა გულში და არაგონებაში. შებრუნდი და პეტრე პავლეს ეკლესიაში ააბრძანა ეს ხატი. აქ ამოვაბრძანე, მე რეიკურთხა პირველი სასწაული მოხდა 14 იანვარს. პირველი გამოცხადება ამ ხატიდან სხვა მრევლის შვილმა ნახა, ეგ არის საინტერესო, მიკერძოებული ვერ იქნებოდა. სამჯერ შევიცვალე ადგილი, ხო არ მეჩვენება სისხლი ხომ არ ეცემა, რატო ელვარებს ეს ხატი, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა. ამიტომ ის დღე დავაწესეთ პირველი გამოცხადება ამ ხატიდან, დავაწესეთ ამ ხატის დღესასწაულად, რომ დაელოცა ახალი, ნამდვილი ახალი წელიწადი ვასილი დიდთან ერთად. და როდესაც ეს ხატი შეიქმნა, ღვთისმშობელს გულში როგორც წინამძღვარმა შევავედრე ჩვენი მრევლი და მათი მიცვალებულები. მე შემიძლია აქედან ამ წიგნიდან ამოგიკითხოთ, თქვენც ბევრს აგიკითხავთ თითქმის ყველას, რომ მისი ძალა ვრცელდება არა მარტო დედამიწაზე, თქვა დღეს უცხოეთში ხდება გამოცხადებები მირონდენა და ასე შემდეგ, საბერძნეთში თუ სხვაგან, არამედ ვრცელდება ის ჯოჯოხეთშიც კი. აი ერთი დედაკაცი როგორ ამოიყვანა ამ ხატმა, არა ეკლესიური ადამიანი, წარმოდგენა არ ქონდა ესეთი ხატი თუ არსებობს. აი აქ გვერდით გავუკეთა ოპერაცია, აქ აღწერილია მოკლედ კეთხვით და ესე იგი ჯოჯოხეთში იქნა ჩაყვანილი და მისი ახლობლები ამოვიდნენ გულაჩქროლებულები, მანამდე გადაუხადეს შენ ხარ ვენახთან წინა დღეს ოპერაციით, არ უკეთებენ მოხუცია და მაგიძას დარჩება, რა გვინდა დაგვეწეროს და ასე შემდეგ. ეს დედაკაცი ღვთისმადლით გადარჩა და რა ნახა ჯოჯოხეთში როგორ ჩაიყვანეს და ნახა თითოეული ცოდვილი როგორ იშება. კაცის მკვლელი, რუში, ცილის მწამებელი, ამპარტავანი მოღნანებელი და ასე შემდეგ. და მე ესე იგი რა მოხდა? ამ ხატმა ამომიყვანა. ეს ხატი გაუგზავნე პატარა რეპროდუქცია და ოპერაციიდან გამოიყვანეს. ხელებში ჰქონდა მომოჭული. ესე იგი, საფხული იყო, უხერხულობა, პერანგი დასველდა, ეპროდა, გახდა ჩაცმაში ხელს უშლიდა, რომ ხელები ესე ჰქონდა ხატზე მოჭდობილი. ვერ გააშვებინეს ხელი, ვერც ქმარმა, ვერც რძალმა და ვერც ვაჟიშვილმა. და როცა მესამე დღეს თქვენის ტრეპანაცია გაუკეთა, ნათელასავით მასა ტვინის ნაწილი მოკვეთეს. კითხეს, რომ რატომ არ უშვებდი ამ ხატს? იცი კი არა ხატიაო. ამ ხატმა ამომიყვანა, ვერ მივხვდა. საიდან? და მე მოვუყვეთ ჯოჯოხეთში როგორ ჩაიყვანეს ოპერაციის დროს, რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მაგრამ ნათელასა 7 საათი გაგრძელდა. რთული ოპერაციაა თავისთავად და ესე იგი ჯოჯოხეთში იყო ამ ხნის განმავლობაში და ნახა სხვადასხვა სატანჯველები. მე ეს ხატი რა შუაშია, რას ნიშნავს ამოგიყვანა? აი ეს ხატი გამომეცხადა, მიბრძანა ხელი მომეკიდა კიდეზე და ამ ხატმა ამომიყვანა ჯოჯოხეთიდან და გაახილა თვალები. გადარჩა. ესე იგი, თვითონ მოვამეთქი ერთი თვის მერი აქ, აი წმინდა ნიკოლოზის ნიშთან ვისხედით და თავისით მიყვებოდა ყველაფერს. უთხარი რა პარაკლისი გადავიხადეთ, რატომ გადავიხადეთ, რა ხატია ყველაფერი, ეს წიგნიც ვაჩუქე ხატის და გახარებული დაბრუნდა უკან. ამიტომ თქვენ როცა ჩვენ მრევლს პირველ ყოვლისა გააქვთ რაღაც სათხოვარი, ღვთისმშობელ მარიამის ამ ხატთან მიმართ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენს მიერ შევედრებული ხართ ამ ხატის მიმართ. თქვენ და თქვენი ახლობლები, მათ შორის მიცვალებულები.
2009 წლის აგვისტოში ტელეკომპანია რუსთავიორის გადაცემამ პროფილი სასაუცხოქმედ ხატებზე, მათ შორის შენ ხარ ვენახის ღვთისმშობლის ხატზე გადაცემა მოამზადა, რამაც ჩვენი ხატის მიმართ ცხოველი, ანუ ცოცხალი ინტერესის ახალი უფრო დიდი აფეთქება გამოიწვია. არათუ აღდგომის ტაძარი, სადაც იმჟამად იყო ხატი დასვენებული, არამედ ტაძრის ეზო და მთელი შემოგარენი დილიდან დაღამებამდე იქ მოსული უამრავი ხალხით, ინვალიდის ეტლებით, საკაცეებით თუ ხელით მოყვანილი ავადმყოფებით იყო გადავსებული. განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ჯანმრთელობის პარაკლისები, ქადაგებები, ზეთისხებანი. მოსულთაგან საგზნობმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტა. ამაში მათ ახლად აღსრულებული სასწაულების ეხმარებოდათ, რომელიც იმ დროს ხდებოდა იმჟამად. მახსოვს რიგები იყო, ეს პირველი საავადმყოფოდან იწყებოდა ლიანდაგებით და მერე აღლობის ტაძარში იყო ეს ხატი დროებით და იქ თავდებოდა. აი რა მოხდა ორიოდე სასწაული, რომელიც მაშინ მოხდა აღლობის ტაძარში ამ ხატიდან. ერთი კვირის შემდეგ, რაც ხალხი მოაწმდა ხატს, ზოგიერთ საკით უკვე ცნობდი, რადგან თითქმის ყოველდღე იარებოდნენ პარაკლისებსა და ქადაგებებს. და აი ორმა მათგანმა აქ კიდევ დავსენ ერთი რამ უჩვეულო მოხდა. ძალიან გადავიღალე აღმოჩნდა, რომ გითხარი დიაბეტი მაქვს, ცუდად ვიყავი, რომ გადაღლილობის მადაც დავკარგე, დაღლის ჭამა არ შემეძლო, უკმა არ გადადიოდა. ამ დროს გრძელებოდა ეს ყველაფერი. მე და მამა გიორგი ვიყავით, ისიც ასაკოვანია ჩემთან ერთად და ღვთისმშობელ მარიამს ამ ხატთან შემთხვევით ხომ ხედავ მეთქი რომ გადაქანცული ვარ. თუ შეგიძლია ღვთისმიერი ადამიანი გამოგზავნე მეთქი ვინმე. ნებისმიერი მოდელი არ მინდოდა ორჩა გამომიგზავნეს საპატრიო ნებისმიერი მოდელი მრევლი დააბრკოლეს აღარ მინდა რა მოუყვე. ერთი სიტყვით და გაუშვი ისინი აქედან როგორც დამაბრკოლებლები. ერთი სიტყვით შევხვევ ღვთისმშობელს და მეორე დღეს ჩვენი მამა ივანე ეხლა რომ გავიდა აქ ტაძრიდან კალანდია, რომელიც ჩვენი სულიერი შვილია, როგორი თამდაბალიც იყო მორჩილების დროს, ისეთივე თამდაბალია არქიმანდრიტობის დროს. ამიტომ მიყვარს განსაკუთრებულად. და ესე იგი ხევში მსახურობდა პატრიარქის სოფელში. პატრიარქს რაღაც გარკვეული ფიქრობ გეგმა ჰქონდა მასზე. რა კი თავის სოფელში დაადგინა, ამდობა გამოუცხა და შესაძლოა მდევლ თავრობასაც უმზადებდა. ეგ არ ვიცი, მე ვარაუდია ჩემი ადამიანური, ძალიან მოეწონა მისი თამდაბლობის და მორჩილების გამო და თვითონ მოხევებს ეუბნიან, კაცო, მეგრელის არაფერი გცხიაო, შენ მახევე ხარ, ჩვენი ხარ. კახელზე დინჯია ეს მეგრელის სკუტები არიან ყოველთვის. ერთი სიტყვით მოდის მეორე დილას როთხოვე. მამა ივანე აღსარებას ამობს და მორიდებით მეუნება. როგორ ახარ მეთქი, კარგად ვარ, ღვთის მადლი, აი პატრიარქი დამატკინა, მაგრამ უფრო კარგად ვიყავი თქვენთან რომ ვიყავი. თუ შეიძლება დავბრუნდე მეთქი. დაბრუნება გინდა მეთქი? კიო. ხო და გეტყვი რომ გუშინ ღვთისმშობელს ხოლმე რომ ღვთისმიერი ადამიანი გამომიგზავნე მეთქი. წადე ეხლავე პატრიარქთან და უთხარი რასაც ამბობდა, ისიც უთხარი რომ მამა არჩევს სულს. დავბრუნდე იმავე დღეს დაიწერა ბრძანება, როგორც ხედავთ, მამა ივანე სანამ მონასტერში გაგვიფრინდება, რომელსაც აშენებს, იქნება ჩვენთან. და დიდ დახმარებას მიწევს ამავადმყოფობასა და სნეულებაში მამა გიორგის ვენაცვალე ორივეს. ღვთისმიერი ადამიანები არიან. მე ამაზე კარგი სულიერი შვილები, მგლები. ესე იგი, უამრავი მღვდელი იყურთხა, ორი მღვდელმთავარი. მაგრამ როგორც გითხარით, ბევრი მათგანი ღრუბლებში დაფრინავენ. არაფერია. თავის დროზე დაანარცხეს უყვარლი კონსმოებას. თუ უყვარს ისინი. ესეც სასწაულია შეხარ ვენახის ხატისა იმად მოვიყოლე. გვერდში ამოგვიდგა რა თქმა უნდა იმ დღიდანვე და დიდი შვება ვიგზენით მეს და მამა გიორგიმას. მოკლედ ესე ბევრს ვიცნობდი სახეზეც უკვე, თუმცა სახელები ყველასი არ მეცოდინებოდა. და აი ორმა მათგანმა გვერდზე გამიხო ერთხელაც დედაშვილი აღმოჩნდა თბილისის ერთ-ერთი ტაძრიდან, ვაკის სამების ტაძრიდან. და იმდენად მოიხიბლე რომ გადმოსვლა უნდა ჩემთან და უთხარი არა მეთქი, თქვენ მოძღვარს ეწყინება იქ დარჩი და როცა გინდა თამოდი, გინდა გადაგებაზე, წირვაზე და ასე შემდეგ. ეხლა რა მოხდა მათავს, რა გამიმშრალეს. დედა აღელვებული მიყვება რომ მის ქალიშვილი 3 წლის ასაკში მოულოდნელად თმაწარბი და ბეწვის საფარი მთლიანად გასვიდა. რამდენი არ უმკურნალეს, მე ვთქვი აბა თმები რო არ ეს პარიკია, თმა არ არის ომის. რამდენი არ უმკურნალეს, შეძლებული მდიდარი ოჯახი იყო სხვათა შორის, რამდენი არ უმკურნალეს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. ახლა ქალიშვილი 20 წლისა, იყო აი კალმით ნახატი, ულამაზესი, მაგრამ ეს ნაკლი ჰქონდა. ერთი კვირა რაც ყოველდღე იარებიან თურმე პარაკლისებს და დაუჯდომლებს. სახლშიც ყოველდღიურად ერთობრივად კითხულობენ შენ ხარ ვენახის დაუჯდომლებს. და აი შედეგი თმა წარბმა ამოსვლა იწყო და პარიკი გადახადა ცალკე რომ გავედით და აჩვენა რომ უკვე ამ ხელაზე ამოღერილია თმები.
გახარებულმა დედამ ამ სიტყვების დასტურად თავზე თავსაფარი გადაუწია შვილს და ის პარიკი. მადლიერების ნიშნად დედაშვილმა და ბებომ ხაც ბაფთაშებული ბატკანი შესირეს. წაუკითხეთ ლოცვა ტარიგის შემომწირველსა ზედა. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ მახარეს. თმამ დაფარულ ადგილებში დაიწყო ამოსვლა. ამჟამად მადლიერი ქალიშვილი თავის მოძღვართან შეთანხმებით ხშირად სტუმრობს ჩვენს ტაძარს. ხაც და ეზიარება კიდეს. აქ ამ ტაძარში სიმკვდროვე ვიპოვეო, გამემხილა მან. მერმე და მერმე ერთმა ყრმამ ამ ხატის მადლით ენა ამოიდგა იმ დღეებში. ბათუმელი ყრმა ლუკა კი სიმსივნეს გადაურჩა, დედამისიც ყოველდღე იარებოდა პარაკლისებზე. და მამიდა მისმა ერთ-ერთი ბათუმელის მამიდამ ნახა ღვთისმშობელი ეჩვენა, ხმა ესმოდა. ჩაახვალო, ჩამოხვალო ჩემთან თბილისში, მოიკითხეო პეტრე პავლეს ხატიდან განიკურნება ავთვისებიანი სიმსივნე ქონდა სისხლის. გერმანიაში გადაუგზავნეს ისინი. ანალიზები და ძალიან შეშფოთებულები იყვნენ. ერთ-ერთი წელი და გამოვდივარ წარმით და მე ვარო ის ადამიანი და რომ მოგიყვნენ ჩემსეო და თუ შეიძლება თქვა ძალიან დაღლილი ვარ, თან დიაბეტი მაქვს, მეთქი და მამა გიორგისთან ერთად წირო, მამა გიორგის ხოვე რომ გადავუხადე მეთქი პარაკლისი, გადავუხადე ზეთის ხო და ბავშვი განიკორნა. არანაირი მკურნალობა არც გერმანიაში და არც სადმე მას არ დასჭირდება და მადლიერების ნიშნად დროდადრო ჩამოდიოდი წირვალოცვაზე. ერთ-ერთ 4 შაბათს, ყოველ 4 შაბათს საკვირველთმოქმედი მოქმედი ხატის წინაშე დღის 12 საათზე, მაშინ 12-ზე, ახლა 10-ზე საგანგებო დაუждომელი საგალობელი აღევლინება, როცა ტრადიციულ დაუждომელს კითხულობდით ხატის წინაშე და არც ტაძარში და არც ეზოში ხალხის ტევა არ იყო, ასობით ადამიანის თვალწინ ასეთი ნიშნასწავლი მოხდა. ესე იგი, უამრავი ხალხი მოდიოდა, როგორ დაეტეოდნენ ამ პატარა ტაძარში და გარეთ თიდგნენ და განისტიდნენ, რომ ტაძარში ვერ ისმენდნენ. ამიტომ გამაძლიერებლები დაუყენეთ, რომ გარეთ ხმა მაინც გაეგოთ თუ ვერ დაინახავდნენ. ტაძრის ეზოში მყოფნი დიდად განისტიდნენ, რომ ეკლესიაში ვერ შევიდნენ, მათგან ზოგი ეკლესიური იყო და უფრო მეტი არაეკლესიური. და აი როცა დაუждომლის კითხვა დაიწყო, ტაძარში გამაძლიერებელია დამონტაჟებული და ხმა ეზოშიაც ისმის, მოულოდნელად გამაძლიერებელი გაურკვეველი მიზეზით გამოირთო. დაუждომელის დამთავრებისთანავე თავისით გამოირთო, როგორც კი დაიწყო, თავისით ჩაირთო, როგორც კი დამთავრდა. და გარეთ მდგომი ხალხიც უფრო აღელდა, იმიტომ რომ ვეღარც ესმოდა, ვეღარც ხედავდა. რადგანაც ლოცვა არ ესმოდა, მაგრამ ღვთის დედა მათთვის რომ მიენიშნებინა მე თქვენს გვერდით ვარო, თქვენს თაყვანისცემას ვიწირავო, ამგვარი ნიშნასწაული მოახდინა. როგორც კი ტაძარში დაუждომლის კითხვა დაიწყო, ხოლო ეზოში გამაძლიერებელი ხმა გაწყდა, მოულოდნელად ტაძრის ჩრდილოეთის კედლიდან, რა კედელია? ხატი იმ კედელზე იყო შიგნიდან მისვენებული ტაძრის. არა სხვა რომელიმე ჩრდილოეთის კედელზე. მას სწორედ ჩრდილოეთის კედელი და სწორედ იმ ადგილიდან სადაც ხატი იყო დასვენებული, მირონის გასაოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ეზოში და ეს გაგრძელდა მანამ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, ვიდრე აკათისოს, ანუ დაუждომელს კითხულობდი და არ დაასრულა სამღვდელოება, რაზედაც ეზოდან ტაძარში ზეთისხებისთვის შემოსულები აღთვალებით გვიყვებოდნენ, ისინი ღვთისმშობლისგან ნუგეშინისებული იყვნენ. სასწაულებრივი კურნებანი შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ მაინც ამ ხატთან მომლოცველობის ყველაზე დიდი შედეგი ის იყო, რომ იქ მოსულთა დიდმა ნაწილმა გაისიგრძეგანა ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობა, ქადაგებებსაც ისმენდნენ და შესაძლოა პირველად დაპირდა სულის უკვდავებაზე, გაუჩნდა სინანული თავისი ცოდვიანი წარსულის გამო. შემოდგომის მიწურულს ქრისტეშობის მარხვაში შენ ხარ ვენახის ღვთისმშობლის ხატი თავის თავდაპირველ სავანეში მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში იქნა გადასვენებული ღვთისმშობლის ნები და ამ ეკლესიის საკურთხეველში დასვენდა მაღალ დასაჯდომელთან შეუძვრელად. წინანდღვის ლოცვა კურთხევით წელიწადში მხოლოდ ერთხელ ამ ხატის დღესასწაულზე 14 იანვარს გადმოსვენდება საკურთხეველში იყო, მე რა გადმოსვენდა და ეხლა აქ არის. უკვე და აქ იქნება იმიტომ რომ ღვთისმშობელმა ნება გამოხატა, რომ საკურთხეველში აღარ დამებრუნებინა, როგორც წინამძღვარს მაკურთხა და გარეთ იყოს დასვენებული. საკოლოთაო თაყვანისცემისთვის. შემდგომ საღვთო ლიტურგიას ასევე გამონაკლისის სახით და განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოსვენდებაო და ეხლა გამოსვენებლის არის. აქ კიდევ ბევრი რამ აქვს ათქველი, აი მათ შორის აქვე არის მამა გაბრიელი, როგორ ლოცულობდა ამ ხატთან ერთხელაც წირვის დროს. მაგრამ ძალიან ბევრია სასწაულები, ვეღარ წაგიკითხავთ, უბრალოდ მებრალებით, იმიტომ დაუждომელის გადასახდელება, ალბათ თქვენ თვითონ ზოგს წაგიკითხავთ, თუ არა და წაიკითხეთ და დიდ სულიერ სიამოვნებას და სარწმუნოებაში გაძლიერებას მიიღეს. რაითა ერთობით ყოველი თაყვანისმცემელი ღვთისმშობელ მარიამისა და მისი ძისა და ღვთისა ერთობით ვადიდებენ ქრისტე მაცხოვარსა ჩვენსა თანა მამით და სული წმინდით აზა მარადის და უკონითი გულისამდე ამენ.